იმას რომ დემოკრატიაში როგორი ფორმალურია თანამედროვე ტიპის დემოკრატია, რომელიც ხალხს აღოფლებას კი არ აწევს, არამედ უბრალოდ აწევს ხმის უფლებას და დანარჩენში გეუბნება, რომ პოლიტიკაში და ეკონომიკაში ხალხს ჭირდება ბატონი. სახელმწიფო ძაფით, ხო? რომელიც სახელმწიფო ძაფით იქნება სხვადასხვა პროპაგანდის თუ მართლობის მანქანა. სხვათა შორის ვინ სწავლა ბერნეისისგან, კარგი მოსწავლე ყავდა გებელსი. და როგორც თვითონ ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, ჩემ დაქირავებას აპირებდაო ნაცისტური რეჟიმი და კიდე ჩამოთვლის რამდენიმე დიქტატორულ რეჟიმს, მაგრამ ვერ გადამიბირესო, იმიტომ რომ საზოგადოებას ეს ვერანაირ სიკეთეს ვერ მოუტანდა. ნუ ალბათ საკმარისი არ გადაუხადეს. ხო, ნუ მოკლედ პრინციპში ხა შეგვიძლია თქვათ ეგეთი რაღაცა, რომ ბერნესმა ბიძამისისგან ისწავლა ფსიქოანალიზი და კაი მოსწავლე გამოდგა საკმაოდ. და პრინციპში პროპაგანდა არის რა, ხო? ანუ ორი ფუნდამენტური მეცნიერების, ფსიქოლოგიისა და სოციოლოგიის რაღაცა ურთიერთობით შექმნილი მექანიზმი არის, იმიტომ რომ ფსიქოლოგია სწავლობს ადამიანის ცნობიერებას, როგორც ინდივიდის ცნობიერებას, სოციოლოგია ცდილობს, რომ რაოდენობრივად დაადგინოს, რა აზრი არსებობს უმრავლესობაში, რაოდენობრივი ან თვისებრივი მაჩვენებლებით იკვლიოს ეს და მე აქედან შექმნას საერთო ფოტოსურათი და პორტრეტი რა რეალობის წინაშე დგავართ, მაგრამ ეს არის ამ მეცნიერების დადებით გამოყენების მეთოდი, მაგრამ მე ნუ პროპაგანდა ამ ყველაფერს რა თქმა უნდა იყენებს იმისთვის, რომ ჩანერგოს აზრი, რომელიც შენთვის არაფერს მომტანია, არამედ ვიღაცას ხლისთვის არის მნიშვნელოვანი, მაგრამ როგორც სამყაროს ლოგიკა ამბობს, ჯერ არსებობს პრაქტიკები და მე არსებობს თეორიები. ანუ ბერნესმა კი არ გამოიგონა პროპაგანდა. ბერნესმა პროპაგანდა აღწერა. სისტემატიზაცია გააკეთა ამ ყველაფერს და სახელმძღვანელო გამოუგონა, ხო, ბიბლია გამოიგონა, მაგრამ ბიბლია ღმერთები არსებობენ. ანუ პროპაგანდა ბერნესის წიგნ პროპაგანდამდე არსებობს. და ნუ თუ ბერნეს ჩვენ ველაპარაკებ ახალ პროპაგანდისტებზე, ჩვენ გარკვეულწილად შეგვიძლია ერთმანეთს მოუყვეთ ძველ პროპაგანდისტებსაც. მაგალითად ერთ-ერთი უძველესი პროპაგანდის მაგალითი, რაც მე შემიძლია გავიხსენო და ხშირად მომყავს ხოლმე რაღაც ხუმრობით ეს მაგალითად ეს ძალიან ძველი ეგვიპტური ამბავი არსებობს იმის შესახებ, ნუ ეგვიპტელები ცხოვრობდნენ, ძველი ეგვიპტელები ცხოვრობდნენ ნილოსის გარშემო, ხო და ნუ ეს ნილოსი მათთვის იყო არსებობის მთავარი წყარო. ნილოსი უნდა ადიდებულიყო, გადმოსულიყო, გაენოყიერებინა მიწები, რომლიდანაც ისინი საჭმელს მიიღებდნენ, რა. ესე იგი მათთვის ექსისტენციალურად მნიშვნელოვანია ნილოსი. აქედან გამომდინარე, ნილოსი უნდა იყოს საერთო თანხმობის წერტილი. და გამოდის ასეთი რაღაცა, რომ მოკლედ ვიღაც ეგვიპტელი, როგორც ჩანს, სხვებთან შედარებით აზზე მოსული ადამიანი, წერს ასეთ რამეს, რომ ამ ეგვიპტელმა ქურუმებმა ეგვიპტელი შუახორაფში დაახლოებით. ბოდიშუნა მოიხადა ხოლმე, როცა შალარამიშვილს ახსენე. ალბათ. ხო, საერთოდ როცა ნორმალურ საზოგადოებაში ასეთ სახალს და გვარს ახსენებთ ხოლმე, წინასწა მე მგონია, რომ ეგრე უნდა კულტურაში უნდა დეზინფექციისთვის დაუდგა. ხო და სამჯერ უნდა გადაიფურთხო გვერდით, ხო? ხო და გამოდის ეგეთი რაღაცა, რომ როგორც ჩანს ერთ-ერთი ადამიანი სხვებთან შედარებით აზზე მოვიდა ამ ეგვიპტეში და ამბობს, რომ ამ ეგვიპტელმა ქურუმებმა ძალიან კარგად იციან, აი მაგალითად რაღაცა მთვარის დაკვირვებით, როდის ადიდება ნილოსი, იმიტომ რომ მიხვდნენ, რომ რაღაცა წყლის მოქმედება მთვარის ფაზებზეა დამოკიდებული სამყაროში. და ზუსტად შეუძლია თქვა, რომ აი მაგრამ აი 22 აგვისტოს ადიდება ნილოსი. მაგრამ 20 აგვისტოს ხალხს გამოიყვანენ ქუჩაში ნილოსის პირებს დააყენებენ და ისინი სკანდირებენ, ყვირიან ლოცვას, წარმოსთქვამენ, რომ ნილოსი გადმოვიდეს, ნილოსო გადმოდი. და ორ დღეში ნილოსი გადმოდის და ამ ადამიანებს ესე იგი შეურყვნელად ჯერათ, რომ ნილოსი გადმოვიდა, იმიტომ რომ ამათმა ეს თქვეს. ამათმა ასე ისურვეს, ღმერთს შესთხოვეს. პრინციპში რა გამოდის, რომ პროპაგანდა არსებობს, რაც ადამიანი არსებობს და ასევე პროპაგანდისგან თავდაღწეული ადამიანებიც არსებობენ. მსოფლიო ისტორიაში, ხო? საბედნიეროდ. ახლა ჯამში პრინციპში რა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ანუ პროპაგანდა არის რაღაცნაირად ერთი დიდი ფაბრიკა. რომელსაც როგორც ვიცით, ჩვენ როგორც მატერიალური ფაბრიკები ფუნქციონირებენ სხვადასხვა დანადგარებით, სხვადასხვა მექანიზმებით, ასე პროპაგანდამ შექმნა მექანიზმები.
რაღაცა ცალკე გაიტანა მარკეტინგი, პრომოუშენი, რაღაცა დღეს იყენებენ ხოლმე ამას ძალიან ხშირად კოუჩები. ესე იგი NLP კოუჩი არსებობს ასეთი ცნება, რომელიც შენ მოგიწოდებს რომ იყო ბედნიერი. ოღონდ უმიზეს, ანუ ის გეუბნება რომ ბედნიერების მიზეზი არ სჭირდება, ანუ უნდა იყო ბედნიერი რა. ესე იგი პოზიტიური აზროვნების კოუჩინგი თუ რაღაცა. მსგავსი მექანიზმები ცხოვრებას რო გასწავლიან რა, როგორ უნდა იცხოვრონ. მსგავსი მექანიზმები გამოიგონა, რა თქმა უნდა და ეხლა რასთან გვაქვს ჩვენ საქმე, ანუ როგორია პრინციპში აი აქედან რომ გადავხედოთ და პროპაგანდის მაგია სოციოლოგია როგორც რეალურად არსებული მეცნიერება მოვიმარჯვოთ, როგორი არის მე-20 საუკუნის განთიადზე ყოფი ადამიანის ცნობიერი, ანუ ის უკვე მე-19 საუკუნეში ჩააბეს, ასე რომ ვთქვათ, რაღაცა ამ ინდუსტრიულ პროცესში და მას დააჯერეს, რომ იმ ტრადიციულ შრომას, როგორც არის მიწაზე შრომა, ჯობს იცხოვრო დიდ ქალაქში და იყო დაქირავებული მშრომელი. ერთ საქმეს გააკეთებ და ერთ საქმეში გადაგიხდიან ფულს. ერთი შეხედვით ეს ძალიან მიმზიდველი იდეაა, ალბათ პრინციპში მე-19 საუკუნეში ცხოვრობენ ადამიანისთვის, იმიტომ რომ ის ცხოვრობს წოდებრივ საზოგადოებაში, იჩაგრება, მუდმივად განიცდის, არ უყვარს თავის თავადი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ის ართმევს შრომის პროდუქტს. მაგრამ მეორე მხრივ აი ჩვენ რო დავაკვირდეთ ლოგიკურად, ანუ არის თუ არა რაღაცა დღევანდელად თუნდაც მე-20 საუკუნის ადამიანზე უფრო თავისუფალი პირდაპირ გაგებით მე-19 საუკუნემდელი ადამიანი. არის, იმიტომ რომ ის თვითონ წვეთს, როდის გაიღვიძებს, როდის დაიძინებს, რამდენი ხანი შრომებს. თავის დროის ბატონია გარკვეულწილად. აბსოლუტურად. ან როგორც ბოდიში და ამ ხარში დასაქმებული. მე მგონა შალვარამიშვილს რომელსაც რამდენიმე წელი ჭირდება იმისთვის, რომ თავის საქმეში დაოსტატდეს და შემდგომ თავის დაოსტატებით ხარისხით და კვალიფიციურობით არის დაკავშირებული მისი შრომის ბედიღბანი, ხო? მანიც ის რაღაცაზე თუ იმუშავებს ამდენ და ამდენ საათს დახარჯავს, უფრო კარგად გააკეთებს თავის პროდუქტს. თავის პროდუქტის ბატონია რა, თავისუფალ შემოქმედებით. გასაკურველი ხო? გაუცხოებას ობიექტური და მას შემდგომ შეუძლია რომ შეგირდი აიყვანოს, რომელსაც გაუზიარებს თავის ცოდნას. რა ხდება სამკრო შრომაში, ან ამ კრულ შრომაში არის მასწავლებლობის და ცოდნის გადაცემის და ამ რაღაცა გრძელი ჩაჭვის შექმნის შესაძლებლობა. ხო, როდესაც შენთვის არ გაქვს ხოლმე და არ გაქვს ხოლმე თავის გადარჩენისთვის. ახალი ცოდნა იქნება. ახალი ცოდნა იქნება და ამ ცოდნის გაზიარების საშუალება გაქვს და გაქვს გარკვეული კიდე სტაბილურობის განცდა. შენ იცი ზუსტად რომ შენ შექმნილ პროდუქტზე მოთხოვნა ყოველთვის იქნება. შენი შრომა ყოველთვის დაფასდება. იმიტომ რომ ამის უკან დგას გარკვეული რამდენიმე წლიანი თქვათ შრომის გამოცდილება, რაც შემდგომ ინდუსტრიული შრომა თავიდან ბოლომდე გასვლის ამას, იმიტომ რომ იქ შეხარ უბრალოდ ჭანჭიკი, რომელიც ნებისმიერი სხვა ადამიანი ჩანაცვლება. ხო, განანაირი კვალიფიკაცია არ ჭირდება თქვათ ინდუსტრიებში არსებულ შრომას, ხო? ხო, ანუ თან თავარი რა არის, რასაც პრინციპში აქ ადამიანი კარგავს, ხო? ანუ ესე იგი ის პრინციპში მის მიერ შექმნილ პროდუქტთან, სოფლის მეურნეობის პროდუქცია საუბარი, ხო, რაღაცა ამის თქო, პურის თავს ყანა აქვს, ხო, პურის. ანუ ის თვითონ წვეთს რაოდენობას, ანუ რამდენი ხანი იშრომებს, ამ შრომის შედეგად რა რაოდენობის პროდუქტს მოიწევს. ეს პროდუქტს რამდენს გაყიდის, რამდენს შეინახავს და რა ფასი ექნება ამ პროდუქტს. ანუ ფაქტია, რომ მის შვილთან, ანუ მის მიერ წარმოებულ, მის წარმოქმნილ არსებასთან ობიექტურ დამოკიდებულებაში იმყოფება. და რისკის ქვეშ კი არ ცხოვრობს მუდმივად, არამედ თვითონ შეუძლია რომ გააცნობიეროს რისკები. ხო, ეს კლიმატური თუ იქნება ო, ის ამნიშნულოვანია. შიდა სავაჭრო ამბავი. ხო, თავიდან ბოლომდე თავის თავზეა დამოკიდებული. ახლა, როდესაც პრინციპში აი რა ხდება მე-19 საუკუნის დიდ ქალაქებში, ხო, ანუ სადაც ინდუსტრია შემოდის. ანუ ჯერ ეს ინდუსტრია საიდან იბადება ისევ წოდებრივი მდგომარეობიდან გამოქცეული ადამიანების თავყრილობით და მრავლობით, ხო? ანუ დიდ ქალაქებში, ხო? ანუ ევროპის დიდი ქალაქები ამ დროს არსდება, ხო, რომ დღეს რომ მოგზაურობთ ის ქალაქები, ხო და შესაბამისად ანუ რა ხდება, ვიღაცა ადამიანი ამ დიდ ქალაქში მოთხოვნის შესაბამისად მაგალითად რაღაც ქმნის, არ ვიცი, მაგალითად პურის საცხობს აკეთებს, ხო, სიტყვაზე ვთქვათ, ხო? ეს ცნობილი ის არის, ხო, თონე. დაუშვათ თონე აქვს, ხო და თავიდან დაუშვათ რაღაცა მატერია, ხო, რომელიც პური უნდა გამოაცხოს. ფქვილი წავიდა იყიდა ისო ამ სოფელში ტრადიციულ შრომაში მყოფი ადამიანისგან. ჩამოიტანა, გამოაცხო პური, კარგი პური გამოუვიდა, თავიდან იყიდება დღეში 20, მერე მოთხოვნა გაიზარდა, გახდა 40 და ეს ადამიანი ხვდება, რომ მარტო მისი შრომა საკმარის არ არის. ამ საქმის გასაკეთებლად და ამიტომ ჭირდება ადამიანი და ჩავიდა იგივე ამ გლეხთან და ეუბნება, რომ არა იცი რა ხა, შენ წამოდი, მე მომეხმარე, ერთ საქმეს გააკეთებ, აღარ იწვალებ, რაღაცა მზეში მიწის მოხნა აღარ მოგიწევს და ეს ადამიანმა ჩათვალა, რომ გაიმარჯვა, ხო.
რაც თავი ბატონი იყო. გაიმარჯვა თითქოს ჩამოვიდა ქალაქში, მაგრამ რა პროცესში ებმება? უცხოვდება. თვითონ ვეღარ წყვეტს, როდის დაიძინებს, როდის გაიღვიძებს, რამდენი საათი იშრომებს, მისი პროდუქტი რა იქნება, რა პროდუქტი უნდა შექმნას, რა რაოდენობის უნდა შექმნას, რამდენად გაყიდოს. ანუ ობიექტურ დამოკიდებულება წყდება და სხვა გიწყვეტს შენ ამ ჯაჭვში რა დამოკიდებულება გქონდეს შენ შვილობილ პროდუქტთან რა. რაც პრინციპში ანთროპოლოგიასთან და ადამიანის ევოლუციასთან აბსოლუტურ წინააღმდეგობაში მოდის, იმიტომ რომ ადამიანს აი ამ თავისუფლებაში აქ ნაცხოვრები მთელი თავის განვლილი ისტორია. ასე უცებ ეს ძალიან დიდი დარტყმა ადამიანის ქვეცნობიერისთვის პრინციპში, ხო? მაგრამ ეს თემა კიდე ჩვენ რა თქმა უნდა ამ თემას გავშლით, როცა ვისაუბრებთ ჩვენთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან და ძალიან საყვარელ საკითხზე, რაც გაუცხოვება, რაც ითით შეიძლება აიხსნას დღევანდელი სამყაროს აუცილებლად, დღევანდელი სამყაროს ეს რაღაცა აშლილობა, რაშიც ვცხოვრობთ, გაუცხოვებაზე უკეთესად მე მგონი არაფერ არ იხსნება, მაგრამ რისთვის წამოვიწყო მე საუბარი? თავარი ანუ რა შეიძლება ჩვენ ვთქვათ, ანუ რაღაცა მომენტში სისტემა, რომელსაც ჩვენ პრინციპში პროპაგანდა შეგვიძლია დავარქვათ, მოთხოვნა მიწოდების ბაზრის ლოგიკა, ხო? რას ეუბნება ამ ადამიანს, რომ არა ის, რომ შენ უბრალოდ რას პროდუქტი აწარმოო, რომელსაც სხვა გიწყვეტს. არამედ და ეს ადამიანი რაც ყველაზე მთავარი არის, თუ პურის წარმოებით იწყებს, სიტყვაზე ვთქვათ, ის პურს საღამოს იღებს და იღებს სახლში. მაგრამ მისი შვილი უკვე მუშაობს ავცი ქარხანაში, რომელსაც აწარმოებს მანქანას. მაგრამ ის ყოველ საღამოს იმ მანქანას ვერ წაიღებს სახლში. და ყოველ საღამოს კი ვერასოდეს ვერ წაიღებს. ანუ მისი ხელფასი ვერასოდეს ვერ შეწყვეტება იყიდოს ის მანქანა, რომელსაც თვითონ აწარმოებს. არა და ეს მანქანა, რომელსაც თვითონ აწარმოებს, თვითონვე ხდება საზოგადოებრივი მარკერი. თუ ეს მანქანა არ აკავს, თუ ეს ტელეფონი არ აქვს, თუ ეს ბრენდის ტანსაცმელი არ გაცვია, შენ ვერ გახდები რაღაც გარკვეული საზოგადოებრივი კულტურის ნაწილი. სამწუხაროდ. და ეს ადამიანი ცდილობს გახდეს თავის საზოგადოების ბუნებრივი ნაწილი, უნდა რომ ეს ასე იყოს. და რა გამოდის, რომ შენ გეუბნებიან, რომ ესე მეტი ფული უნდა იშო, რომ ეს პროდუქტი იყიდო. აქ უკვე ჩნდება კონსიუმერიზმი, ანუ ესე მომხმარებლური საზოგადოების ლოგიკა, ხო, რომ შენ გარდა მშრომელისა ხარ მომხმარებელი და შენ ეს ფული, რომელსაც შენი შრომით მოიპოვებ, შენივე შრომით შექმნილი პროდუქტის საყიდლად უნდა ზოგო, რომ ეს პროდუქტი იყიდო. და ამას ემატება მე მომხმარებლური საზოგადოება კიდევ უფრო მარტივი ფორმაა პროპაგანდისტული საზოგადოების, უფრო მაღალი ფორმაა, როდესაც პროპაგანდა ქმნის ცალკე მექანიზმს, მარკეტინგი ქვია, რომელიც შენ გეუბნება თუ რატომ უნდა იყიდო პროდუქტი და ამ პროდუქტის ისეთ თვისებებზე გისვამს ხაზს, რომ შენ არაფერს არ გჭირდება სინამდვილეში, ხო? აი ძალიან მარტივად რო ავიღოთ, ანუ აი სმარტფონები ყველას გვაქვს, ხო, მაგრამ ამ სმარტფონის ფუნქციების 70% აქ მსხვილ ადამიანებს არაფერს არ გჭირდება. ანუ სინამდვილეში ჩვენ გვჭირდება, რომ რაღაც მობილურ კავშირს ამყარებდეს, რაღაც ფოტოს იღებდეს, მაგრამ დანარჩენი სისტემური ნაწილები, რის გამოც ჩვენ ამდენ ფულს ვიხდით, არ გვჭირდება. ამ დროს შენ არავინ არ გაძლევს შესაძლებლობას, რომ ამ სმარტფონის ღირებულების მხოლოდ 30% გადაიხადო და ისე იყიდო ის, როცა მარტო 30% გჭირდება, ხო? ანუ ფაქტობრივად რა გამოდის, რომ პროპაგანდა შენ გიკვეთავს არა მარტო იმას, როგორი აზროვნო, არამედ გიკვეთავს საერთოდ როგორი ცხოვრო, რა ნივთები გქონდეს და შესაბამისად მე ეს პროპაგანდა უკვე წყვეტს მთელი საზოგადოების ცხოვრების პროცესს, ანუ პოლიტიკას რა. აი ეს ბოდიში, აი კიდევ მნიშვნელოვანი ამბავი რა არის, სინამდვილეში პროპაგანდაც კი არ გიკვეთავს რაღაც პროდუქტს, პროდუქტი თვითონ ადამიანი ხდება. აი მაგალითად რა რაღაცა ტელევიზია ავიღოთ და ავიღოთ კომპანიები, რომლებიც რეკლამას განათავსებენ ამ სატელევიზიო საეთერო ბადეში. სინამდვილეში ანუ ტელევიზია პროდუქტის სახით ამ სარეკლამო კომპანიებს აძლევს ჩვენ თავს. ანუ კოკა-კოლა კი არ არის პროდუქტი. სინამდვილეში შენ ხარ პროდუქტი, რომელიც უნდა მოიხმაროს ამა თუ იმ კორპორაციამ ან კომპანიამ. ანუ ეგ ლოგიკა შებრუნებულია. რეკლამებში ჩაქსოვანი მთლიანად ის სურვილები, რომელიც სურვილები ჩვენ გაქვს. მაგრამ ამ სურვილების განხორციელების და ხორცშესმის შესაძლებლობა არ გაქვს. ხო, ამიტომ შენ რომ გარკვეულ პროდუქტს ყიდულობ იმ ცხოვრებას, რომელიც ცხოვრება წარმოქმნილი გაქვს ამ რეკლამების გავლენით. აი, რო წარმოვიდგინოთ რა, რომ სიტყვაზე ვიღაცა ინდუსტრიული მუშა 50-იანი წლები ამერიკის, რომელსაც უკვე უჩნდება ხელმისაწვდომობა იმის, რომ ტელევიზორი იყიდოს და სახლში დაღლილი რომ მიდის, ჩართავს ტელევიზორს და
მისი ექსპლუატაცია დღის მეორე ნახევარში იწყება უკვე სხვა ფორმებით. და ზუსტად მაშინ ხდება ის უკვე პროდუქტი, ანუ ჯერ შენ რაღაცა შენ ესე ვთქვათ, შრომობ და იღლები ფიზიკურად, ამ ფიზიკური ენერგია გეშლიტება და მე მიდიხარ და უკვე შენი ფსიქოლოგიის და მენტალობის ექსპლუატაციას იწყებენ და შენ უკვე ხდები პროდუქტი აი ამ გავეშებული რაღაცა დიდი კორპორაციებისთვის. აი ავთო მოკლედ შენს თქვა შესავლისთვის 1-2 სიტყვა. აი რაც რა არის მოკლედ პროპაგანდა რა მაგას? რაც ბოლოს თქვენ თქვით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩაბრვისა და ექსპლუატაციისთვის აუცილებელი არის დროის აბსოლუტური ადმინისტრირება, ხო? და ეს მარკუზეს ხო კარგი ტერმინი, რომ ბიზნესი ახდენს თავისუფალ დროის ადმინისტრირებას. როდესაც შენ ერთი მხრივ ხარ შრომაში გათქვეფინი, ყოველდღიურ თავის გატანაში, მექანიკურ შრომაში, რომელშიც შენ რაღაც შინაგან სურვილებს და ინდივიდუალურ მახასიათებლებს ვერანაირად ვერ ავიღებ. ხო პირიქით ჩქმავა. სხვისთვის შრომობ, სხვის პროდუქტს ქმნის. სხვისთვის შრომობ და რაშიც შრომობ, იქაც შენ თავს არ გამოხატავ. თავისუფალ შემოქმედების პროცესში არ ხარ. მე იმ თავისუფალი დრო, რომელიც გრჩება და რომელიც ცოტა გაქვს, ხო და ეს თავისუფალი დროც ეგაც უნდა ვახსენოთ, რომ გამობრძოლილია, ძალიან ბევრი ბრძოლის შედეგია. ხო ეს უბრალოდ ესე სისტემამ თავისთავად არ გვაჩვენა. ხო საზოგადოებამ მიბრძოლა იმისთვის, რომ ეს თავისუფალი დროის ფენომენი გაჩენილიყო. 48 საათიან სამშაბათო კვირა აქ გავჩერებულიყავით და ზუსტად და როდესაც აი ეს დრო რჩება რა, ეს თავისუფალი დრო რჩება, ის თავისუფალი დროს მთლიანად იკავებს და კოლონიზაციას ახდენს გართობის ინდუსტრია. იქნება ეს ტელევიზია, რადიო, შემდგომ უკვე სხვადასხვა გართობის დაწესებულებები და სივრცეები. ამ ყველაფერზე ჩვენ ფართოდ შევხედით მაშინ, როდესაც ვისაუბრებთ გაუცხოებაზე, მომხმარებლობაზე და ასე შემდეგ, ხო, ამ ცალკე ეპიზოდებში. თუმცა პროპაგანდაზე რისი თქმაც მინდოდა და ცხადია პროპაგანდაზე როცა საუბრობთ, გაუცხოებაზე საუბრობ, მაშინ ექსპლუატაციაზე საუბრობ და გართობის ინდუსტრიაზე საუბრობ. გართობის ინდუსტრია პროპაგანდით ყველაზე დიდი სარგებელი ნახა, ხო? თავის პროპაგანდაზე რო საუბრობთ, უნდა ვთქვათ, რომ პროპაგანდას იყენებდა ხოლმე ძალიან ხშირად ევროპული, ასე ვთქვათ, იმპერიები კოლონიალიზმის პერიოდში, ხო? როდესაც აი პროპაგანდის ამხელა მაგალითი არის, რომ გემბლინგს, ანუ სათამაშო ბიზნესსაც გართობა ქვია. ანუ შენ რაღაცა ჩაიხედო შენ საბანკო გადარიცხვებში, დროის გატარება. ხო, გართობას უწოდებენ იმას, სადაც ფაქტობრივად თვითმკვლელობამდე ცადან. ზუსტად კი. ესე ვთქვათ, რომ იმპერიები როგორ იყენებდნენ პროპაგანდას, ხო? და აი პროპაგანდა რით გამოიყენებოდა, ვის მიერ გამოიყენებოდა კათოლიკური ეკლესიის მხრიდან, ხო? ჰიბრიდულ ომს რასაც როდესაც აი მისიონერული მისიები მიმდინარეობდა სხვადასხვა კოლონიებში. ეს მისიონერული მისიები რას ნიშნავდა? ეს ხო არ იყო აუცილებლად რაღაც ქრისტიანული უნივერსალური იდეების გავრცელება, ხო? მათი მიზანი ხო არ იყო, რომ ეს ასე ჭეშმარიტებისთვის ეზიარებინა, თქვა ჩაგრული ხალხები, კოლონიზებული ხალხები. ხო, არამედ ეს ქრისტიანობა იყო ზუსტად იმ ჩვევების, ერთიანობის განცდის და ყველაფერი იმისგან მოშლა ადგილობრივი საზოგადოების, რომლებიც მათ რაც სიმტკიცისა და წარსულთან და აწყვოსთან კავშირს აძნებინებდა, ხო? ეს იქნებოდა თქვათ ამერიკაში, ეს იქნებოდა ჩინეთში, ინდოეთში თუ ასე შემდეგ. ანუ მათთვის ეს კათოლიკური ეკლესიის და ქრისტიანობის გავრცელება იყო რაღაცა მათი კულტურის დაშლის მექანიზმი. მაგალითად ამერიკაში, როდესაც სხვადასხვა სკოლები ფუძნდებოდა, იქ სკოლებში სწავლება მიმდინარეობდა თავიდან ბოლომდე კათოლიკური იდეების შეხედულებისა და თქვათ წამსის მიხედვით, ხო? რომელშიც ნებისმიერი ტიპის ადგილობრივი მკვიდრი წარმოდგენები იყო განდევნილი. ყველა ვინც მკვიდრ წარმოდგენებს გამოავლენდა, ხო, ინდიელი ყველა ვინც იყო და რაღაც თავის არქეტიპულ ცნობიერებას გამოიხმობდა, ხო? რაც ხალხურ თქმულებებს ახსენებდა თუ ასე შემდეგ, იყო იდეოლოგიური თუ ფიზიკური დასჯის ობიექტი. და რეალურად ეს პროპაგანდა გავრცელდა ესე, რომ ყველა ვინც იყო ადგილობრივი და ვინც იყო ქრისტიანობისგან დაშორებული იყო ჩამოჩენილი არსება ამ უნივერსალისტური გამაერთიანებელი იდეებისგან დაცინებული არსება და ყველა ვინც ჩაეწერებოდა აქ, ვინც მოინათლებოდა ქრისტიანად, ამავდროულად აღიარებდა იმპერიების უღელს, ხო? იმპერიების უღელში ყოფდა თავს, მათ შემოტანილი დღის წესრიგში ყოფდა თავს. ამის შემდგომ ეწნეოდა მას ვაჭრობის, გარკვეული საქმიანობების გაკეთების საშუალება. ანუ ქრისტიანად მონათქვა არ იყო უბრალოდ გარკვეული წამსის შეცვლა, ეს იყო ამავდროულად იმ შრომის
ეთიკასთან, თანაზიარობის შესაძლებლობა და იმ შრომის ტიპის თანხმობის გამოცხადება, რომ შენ თუ მოინათლები ინდიელი ქრისტიანად, მაშინ შენ შეგეძნება იმ სიკეთეების სარგებლობა, რომელიც თქვათ იმპერიებს ჩაქონდათ კოლონიებში. და აქ უნდა ვახსენოთ კიდე ერთი მნიშვნელოვანი რამ, რასაც თქვათ ნოამ ჩომსკი უწოდებს ღირსეულ და უღირს ქსვერს, ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროპაგანდის პერსპექტივაში, თუ როგორ აწარმოებს გაბატონებული კლასი, გაბატონებული ინტერესები, თუ რაღაც გაბატონებული სისტემა ღირსეულისა და უღირსის კატეგორიას. რომ ამიტომ უკრაინელი სიტყვაზე ღირსეული მსხვერპლი არის დასავლური საზოგადოების, მაგრამ პალესტინელი უღირსი მსხვერპლია, ხო, ვინ შეიძლება იყოს ღირსეული და უღირსი და ამას როგორ აწარმოებს მე ვთქვათ მედია პროპაგანდის მანქანები, რამდენიმე მსხვილი კორპორაცია, რომელსაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მედია საშუალებების უმრავლესობა ხელთ უყრია, ხო? მაგრამ სანამ მედია საშუალებების უმრავლესობას ხელთ დაიპყრობდნენ, მაქამდე არსებობდა სკოლები და საგამომთებლო სისტემები, რომელზეც წვდომა ქონდა მხოლოდ წიგნის ბეჭდვის საგამომცემლო ძალა და საგამომცემლო საშუალებები მათ შორის, რომელზეც თქვათ ბენედიქტ ანდერსონი ამბობს, რომ პირველი ერის სახელმწიფოები სწორედ აი ამ პერსპექტივაში ჩამოყალიბდა, რომ და არსებულიყო გარკვეული ერთი გამაერთიანებელი ენა, ეს იყო ჯერ ლათინური, მერე ფრანგული, მერე ინგლისური, რომელიც გარკვეულ ლიტერატურას თარგმნიდა ამ ენაზე, ამ ლიტერატურას გაავრცელებდა და ეს ქმნიდა ერის სახელმწიფოს პროპაგანდის ინსტრუმენტი იყო, ეს ქმნიდა გარკვეულ გამაერთიანებელ იდეებს. გარკვეულ იდენტობას ქმნიდა, ხო? რომელ იდენტობაში ვინც თავის თავს ვერ პოულობდა, ის იყო განდევნილი და განდევნილის მოკლა, ჩაგვრა, ექსპლუატაცია დასაშვებია. ის არის უღირსი მსხვერპლი და იმიტომ ის არის უღირსი ობიექტი. ერთი ხო, ყველა ვინც არ იცოდა ენა, ვისაც არ ქონდა წვდომა სკოლასთან, ანუ ვინც ინარჩუნებდა თავის არქეტიპულ ცნობიერებას, ვინც ინარჩუნებდა თავის კულტურულ არქეტიპების ერთგული იყო, ანუ ვინც თავისი ხალხური კულტურის თუ შრომის გამაგრძელებელი იყო, ის იყო განდევნილი, ის იყო უღირსის კატეგორიაში. ამიტომ ინდიელის, აფრიკელის, ინდოელის მოკლა იყო ჩვეულებრივი ამბავი, ხო? რაც თქვათ ინგლისელებმა ინდოეთის შემთხვევაში მისი პროპაგანდა არ იყო მიმართული ქრისტიანულ იდეებზე დაფუძნებით, იმიტომ რომ თქვათ ინდუიზმში სადაც ჩვენ ხვდებით კლასობრივი დაყოფის არქეტიპულ სტრუქტურას, კასტურ, ხო, სადაც 4 ფენა არსებობს მეხუთე ფენა, რომელიც საერთოდ ამ კლასობრივი დეკლასირებულია და რომელსაც ჩამორთმევის და თვალებს შეხედვის უფლებაც არ აქვს, ხო, საერთოდ. ან ინგლისელებმა კოლონიზატორებმა ძალიან კარგად ისარგებლეს სამინისტური წვენაწარმოდგენებით, ხო, მათთვის, ამიტომ მათ საერთოდ არ უცდიათ ამის შეცვლა. შინაარსები გამოცვალეს, ხო. კათოლიკურ ეკლესიას არ უმშევია ინდოეთში. და იქ დახვდათ კასტური დაყოფა, ხო, სადაც ბოდიში დანაწევრებული და დაყოფილია საზოგადოება იმის მართვა და იქ შენი ძალმოსილების და შენი ლოგიკის იქნება შრომითი თუ კულტურული შეტანა ბევრად მარტივია, ხო? ბევრად იდეალურია. აი მაგალითად ჩვენი პირად გამოცდილებაც რო ვთქვათ, ხო, ქართული ასე რო ვთქვათ რა. ჯერ ერთი გამახსენდა შე რო თქვი, ანუ გუტენბერგმა საბეჭდი მანქანა რო შექმნა კათოლიკურ ეკლესიას როჩან ძალიან შეეშინდა, იმიტომ რომ ნუ ეს კაცი ხა წიგნების ბეჭდვას დაიწყებს, რაღაცა ლიტერატურა გავრცელებას დაიწყებს და გაჩნდება კითხვები, რომელზეც პასუხი არ აქვს, იმიტომ რომ ის წიგნები არ ჩვენ არ წაგვიკითხავს. ამიტომ ადგნენ გუტენბერგი დაიჭირეს, ციხეში ჩასვეს, ეს სასტამბო აპარატი წაართვეს, მერე გადაამრავლეს და კონგრეგაციის სტამბებში დადგეს და დაიწყეს, ხო, წიგნები დაიჭირეს და დაიწყეს აი ფაბრიკაცია ამ სახარების. და ეგონათ რომ ეს მათ პროპაგანდას მოემსახურებოდა და კონტრპროდუქტიული აღმოჩნდა პრინციპში მარტივ მიზეზის გამო, რომ სახარების ბეჭდვა, ესე ფაბრიკაციულად და გავრცელება სინამდვილეში აღმოჩნდა, რომ ამანდებენებმა სახარება წაიკითხეს და ყველაზე ამბივალენტური დამოკიდებულება მაშინ გაჩნდა. ყველაზე მეტი კითხვა გაჩნდა სწორედ სახარების წაკითხვის მე. ხო, რევოლუციური აღმოჩნდა. ეს მნიშვნელოვანი ამბავი რატოა რა, რასაც თქვენ ამბობთ, ბერნეისის პერსპექტივიდან რო შევხედოთ ისევ და რო დაუბრუნდეთ ის როგორი ამ კაცს. მოკლედ, ამ პროპაგანდაში რას ამბობს, რომ პროპაგანდა ტყუიაზე უფრო ძლიერი არ არის სინამდვილეში. ან იდეა ტყუიაზე უფრო ძლიერია, იმიტომ რომ შეიძლება მას შედარებით უფრო ნელი მოქმედების ეფექტი აქვს. მაგრამ მე თუ რაღაცა იდეას მივიღებ, თუ ეს იდეა იქნება ჩემთვის შინაგანი, გავუშინაგანებ ამას. მაშინ მე თვითონ ჯარისკაცად გადავიქცევ იდეის. მე შემიძლია რომ შუბლი შეუშვირო ტყუიასაც. კი ბატონო. ანუ მე თუ საბოლოო ჯამში ეს თუ ჩემი რწმენა არის
და კიდე ერთი რაღაცა უნდა ვთქვათ რა, პროპაგანდა საერთოდაც არ მუშაობს იმაზე, რომ ვიღაცას რაღაცა აუხსნას და აი რასაც სოციალურ თემებში მეცნიერება არ არის, ხო? უწოდებენ, ეს არ არის ინფორმაციის სიმეტრიული გადაცემა. ეს ინფორმაციის სიმეტრიული გადაცემა რა არის, რომ მე მაგალითად კი ავთოსთვის კარგი მინდა. და გელაპარაკები ამაზე, რომ არ ვიცი, რაღაცა ქმედება უნდა ჩაიდინო, იმიტომ რომ ეს შენთვისვი არის კარგი. მაგრამ შენ თუ მე ამაზე უარს მეუბნები, მე შენ თავს არ უნდა მოგახვიო. იმიტომ რომ რაღაცა არ ვიცი, კანტიანური მორალიდან გამომდივარო, მე შენ საშუალებად არ უნდა გამოგიყენო. და რაც უნდა კეთილშობილი იდეები მქონდეს, თუნდაც შენთვის ასიკეთო. შენ თუ ამას ვერ ასიგრძე განებ და ეს თუ არ გაზიარებული. ხო, მაშინ თავი უნდა დაგანებ. მაგრამ პროპაგანდას ეს საერთოდ არ აინტერესებს. ან მას საერთოდ არ აინტერესებს ის ამბავი, ადამიანები ამას არ ვიცი, როგორ გაიგებენ და ეს რამდენად იქნება, ესე ვთქვათ, ნამდვილი თანხმობა. გააზრება არ ჭირდება. ხო, აი, ჩომსკის ტექსტი ქვია თანხმობის წარმოება, მაგრამ ეს როგორი თანხმობა არის? ფილტრ გატარებული თანხმობებია და ის 5 ფილტრის თეორია რაც აქვს, ხო, რაზეც აუცილებლად უნდა ვილაპარაკოთ და ვარენ მიტყვი ახლავე, ან პირველი ფილტრი არის უმფლობს მედიას. ანუ ჩვენ როდესაც, არ ვიცი, რაღაცას ვადევნებთ თვალს, ტელევიზორის ეკრანს უყურებთ, პირველ რიგში ის უნდა გვაინტერესებდეს ვინ ფლობს მედიას, ანუ ვინ დგას ამის უკან. აი, მარტივად რო ვთქვათ რა, ეს ლენინის ტექსტი რო არის რაღაცა ძველი, ვინ სარგებლობს, ესე ქვია. და ეს ვინ სარგებლობს მნიშვნელოვანი კითხვაა, იმიტომ რომ რაღაც იდეალისტური წარმოდგენები სამყაროს შესახებ არ გვაქვს და ვიცით რომ ვინც ლაპარაკობს, რაღაც კონკრეტული მიზნისთვის ლაპარაკობს. ამიტომ პირველ რიგში უნდა გამოვავლინოთ ვინ გველაპარაკება. ანუ რა ინტერესი ვინ უკვეთავს მუსიკას. ხო, ვინ უკვეთავს მუსიკას. აი მოლაპარაკის მიღმა, ან რუპორის მიღმა, იმიტომ რომ თანამედროვე ჟურნალისტიკა ეს არის ფოსტალიონობა და რუპორობა, ხო, მეტი ხო არაფერი არ არის. კვლევაზე არ აყავს ხო, ამიტომ ვინ ფლობს მე? ძალიან იშვიათ. ეხლა მეორე ამბავი არის რეკლამა, ხო? რეკლამა. ხშირად ისმის ხოლმე იქიდანაც, ანუ ქართული მედია სივრციდან ის ამბავი, რომ ჩვენ თავს ვერ ვინახავთ. ეგ მარტო საქართველოში არ ხდება. საერთოდ ვერც ერთი ნორმალური და არ ვიცი, დიდი მედია ნორმალურში კარგ კონტექსტში არ უნდა, ანუ რომელიც ნორმალურად ფუნქციონირებს რა, ანუ ავრცელებს ამ თავის პროპაგანდას, თავისი რაღაცა იმას რა ქვია, დანახარჯს ვერ იღებს მომხმარებლების, ანუ ჩვენი მაყურებლების გადახდილი ფულით. ანუ ვინ ავსებს ამ დისბალანსს დანახარჯსა და მიღებას შორის კორპორაციები, რეკლამები. ოღონდ წეღარას თქვი იმას უნდა ეკონომიკური კლასი. ხო, აი ეს ტელევიზიები არიან შუამავლები და მედიები არიან შუამავლები, რომლებიც ამ ადამიანს ჩვენ მომხმარებლებს პროდუქტად მიყიდიან ვიღაცას რა, კოკა-კოლა იქნება ეს თუ ეფლი თუ ასე შემდეგ, არ აქვს მნიშვნელობა. ეხლა მესამე ამბავი კიდე მნიშვნელოვანი რა არის? წყარო. ანუ აი სიტყვაზე მომბობ რა, არ ვიცი, ნებისმიერი ექსპერტი იქნება ეს თუ სელებრიტი იქნება თუ ასე შემდეგ. ანუ რატო უზის მაგალითად რომელიღაცა მედიაში? ეს ხო მნიშვნელოვანი კითხვა არის. აი რატო უზის მაგალითად ჯეფრი საქსი იმედს და არ ვიცი, თავარს რატო შეიძლება ეჯდეს ვიღაცა განსხვავებული მოსაზრების მქონე ტიპი რა. ეს ისიც ხო მეორე საკითხი არის კიდე, რომ როცა რომელიღაცა ექსპერტი ან ვიღაცა სელებრიტი უზის რომ ამა თუ იმ მედიაში, ისიც უნდა ვიკითხოთ ეს სელებრიტი ან პროპაგანდისტი ან ექსპერტი კიდევ ვის ინტერესს ემსახურება, ანუ ვის ასარგებლებს ამ თავისი ლაპარაკით. ანუ ამერიკაში მაგალითად ეს ლობისტობა ჩოლებრივად მოსული ამბავია, ხო და ფულს გადაიხდი და რეგისტრირებულიც კი არ ლობისტობა. კი კაცო, ვიღაცას ალაპარაკებ იმას, რაც შენ გინდა. ამიტომ მოკლედ როგორც ჩომსკი ამბობს, ერთ საწოლში ზინავთო ამ მედიებს და მედიის წყაროებს, პოლიტიკოსებს, ექსპერტებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იმიტომ რომ ჩვენ მედია სივრცეში, რომელიც აბსოლუტურად მონოპოლიზირებული არის და ერთი აზრი ტრიალებს, აბსოლუტურად უბრალოდ რაღაცა იმაშია ხო განსხვავება ტექნიკურ ამბებში და ტექნიკური ამბავია ყველაფერი ის რაც არ ეხება ეკონომიკას და სოციალურ პოლიტიკას. ანუ თუ წარმოგვიდგენია ჩვენ საერთოდ რომ რომელიმე ჩვენ კორპორატიულ მედიაში ვინმე ისეთ ტიპს მიიწვევენ, რომელიც არ ვიცი, იმას ილაპარაკებს, რაც იმათ არ აწყვეტ. რაც ანუ
და ამით ჩანს ხო როგორი დემოკრატია გაოცებას გამოიწვევს ყოველ შემთხვევაში ფორმალური დემოკრატიის მიზნით მოჩვენებითაც შეიძლება რაღაც ეხა კიდე ერთი ფილტრი ეს არის 10 წელიწადში ერთხელ ეგრეთ წოდებული whistleblower-ებს ეძახიან ხო არ ვიცი დამსწრენაობს ანუ ვინ სისტემის შიგნიდან ჩასწვენს და იტყვის რომ რაღაცა სადღაცას ხანძარია მოკლედ და რაღაცა სწორი არ ხდება და ამხელს მოკლედ სისტემას და ასეთ ადამიანს რა უნდა მოუვიდეს უნდა ჩაიქოლოს საინფორმაციო ველიდან უნდა გაქრეს ან თუ არ გაქრება ყოველ შემთხვევაში ისეთი გაშაობა უნდა მოხდეს მისი ისეთი მარგინალიზებული ფიგურა უნდა გახდეს აი რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ხო ან კომიკური ფიგურა უნდა გახდეს რომ მოკლედ აღარ ჩამდეს რა და თუ არ ჩახარკიდი არც არსებობს ანუ მოკლედ მეოთხე ფილტრი ესაა რომ ვინ ჩვენ წინააღმდეგ მიდის მაგის კეთების ექსპერტები არიან პრინციპში თანამედროვე ქართველი პროპაგანდისტები. ანუ ცალკე არსებობენ სახელებს და გვარებს არ ვიტყვი, მაგრამ რაღაც ამ ქართულ სოციალურ ქსელებში და განსაკუთრებით ისეთ ტრეშ კულტურებში, როგორც TikTok-ი და ის შეწავას TikTok შეუძლია, ცალკე არსებობენ ადამიანები, რომლებიც არსებობენ და აქტუალურები არიან მხოლოდ იმისთვის, რომ თუ დასჭირდებათ, ვიღაცას მიაწებონ და ის ვიღაცა უკვე იმას გავს, ანუ გამოჩნდა ადამიანი, რომელიც სიმართლეს ამბობს და შენ გინდა რომ ეს ადამიანი კომიკურად გადააქციო. არც მიუშვი ეს და ფოტო გადააღებინა და სადმე განათავსო, რომ აი ეს ნახე, აი ამ რაღაცა სასაცილო კომიკურ ადამიანთან ერთად არის. ერთი ამბავი, ის გახსოვთ? ერთხელ მედიაში გამოქვეყნდა ექსპერტების სია, რომლებიც იმედზეს ხედავ. ეხლა რა თქმა უნდა მეორე მხარესაც იქნებიან რა ეგეთი ექსპერტები, მაგრამ იმ სიაში რა იყო რაღაცა არ ვიცი ჩამოწერილი იყო სია ვიღაცა ტიპების სახელების და გვარების და გვერდზე ეწერა 1000 ლარი 1500 ლარი 2000 რა ღირან ხო რა ღირან და ეს მესამე ფილტრი წყარო ზუსტად ეგაა რა მოკლედ მე მყავს ანუ ჩემიანი ექსპერტი და ის ექსპერტი როცა ლაპარაკობს რაღაცას ხო არავინ მაგის კვლევას არ იწყებს ხო ანუ ვიღაც აბსტრაქტულ ესე საშუალო მაყურებელზე ვამბობ ანუ ექსპერტია ტიპის რეგალია და რაღაც სერიოზული სახით მელაპარაკება. და წყარო არის ბრიტანელი მეცნიერები. წყარო არის ბრიტანელი მეცნიერი და კიდე ნებისმიერი ანუ არა აქვს მნიშვნელობა. არა აქვს მნიშვნელობა. და ბოლო არის მეხუთე ფილტრი, ეს არის საერთო მტერი. ეს საერთო მტერი რა არის? ნუ ეხლა ამერიკაში ცივი ომის პერიოდში ეს საერთო მტერი იყო კომუნიზმი და აქეთა საბჭოთა კავშირის მხარეს ეს საერთო მტერი იყო კაპიტალიზმი. დღეს ჩვენთან საერთო მტერი არის გლობალური ომის პარტია ან რომელიღაც არ აქვს მნიშვნელობა აბსტრაქცია. ტრის ხატი და მე ამ ტრის ხატზე ხდება უკვე ფოკუსირება რა. ტრის ხატი როდესაც აბსტრაქტულია, ეს ყველაზე მოქნილია, იმიტომ შენ ნებისმიერს მიაწერ მე რა უკვე. კი, რა თქმა უნდა. ნებისმიერ ამას დააბრალებ, ნებისმიერ თვისებას მოუძებნი. არა, თან აი იცი რა, პრინციპში ხა ერთი მხრივ კიდე ძალიან საინტერესო იქნება კიდე ერთხელ რომ ავუხსნათ ადამიანებს, რომელთა ჩვენი ძველი პროპაგანდისტული გამოცდილებები. ხო, ავტორო ამბობდა, როდესაც ეს რაც კათოლიკური მისიები ჩადიოდნენ სხვადასხვა ქვეყნებში, რომელსაც ალბათ განვითარებულ ქვეყნებს ეძახდნენ თავის ენაში, ხო? ამის მაგალითად მაგალითად ქრისტიანობის შემოსვლა არის საქართველოში. ანუ ჩვენ მაგალითად ქართულ ქრისტომათიაში შეგვიძლია ვიპოვოთ ასეთ ტექსტები, რომელსაც ქვია ანტიმაზდიანური პოლემიკა. ხა ეს საინტერესო რატო არის რა? პრინციპში ანუ ქრისტიანობა რომ მოდის საქართველოში მაგ დროისთვის აქ ქართული ცნობიერება, ანუ ყოველთვის აქ ცხოვრები ადამიანების ცნობიერება, მთლიანად არის დამყარებული სინათლეზე და ნათლის ესთეტიკა არის რა, ანუ სინათლე არის ღმერთი, მზე არის ღმერთი და შესაბამისად ეს რაღაცა სპარსულ ზოროასტრიზმთან რა თქმა უნდა ძალიან ბევრ თანაკვეთას პოულობს. მარტივად ემეგობრება ამას, ну, იმიტომ რომ ხა რაღაცა სინათლის მიწიერი გამოვლენა რა შეიძლება არის და ცეცხლია ხო ცეცხლი პირველი რაც ხედავ არის სინათლე სანამ სითბოს იგრძნობს სანამ ის გამწმენდელია ხო გამწმენდელია და სანამ ის პროდუქტად გამოყენებას დაიწყებ პირველი რომ ხედავ რომ შუქი არის ეს გარშემო ნათელს ფენს ხო და ამიტომ ჩვენთან ეს ნათლის კულტი არსებობს რა რას აკეთებს ქრისტიანობა ნათლის კულტს კი არ ებრძვის არამედ ებრძვის მის ძველ შინაარს და საქართველოს ერთ-ერთი ქვეყანა სადაც ქრისტიანობის მიღებას ადამიანისთვის მონათულა ქვია. ანუ ნათელთანაა დაკავშირებული, არ არის დაკავშირებული არც წყალთან და არც ჯვართან, როგორც სხვა ენებში რა. ესე იგი ამან ესეთ პრინციპში პროპაგანდა არის, თქო უნდა, ხო, იმიტომ რომ ის რაც შენთვის
მარტივად მისაღები იყო, გამოიყენა იმ თანხმობის საწარმოებლად, რომელიც მას სჭირდებოდა, ხო? იმიტომ რომ ხა ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ საქართველოს ისტორიაში ქრისტიანობის შემოსვლა უკავშირდება იმ კაცს, რომელსაც ქვია მირიანი, რომელიც არის პარსი წარმოშობით და ამიტომ მას სჭირდება ახალი ლეგიტიმაცია ამ ქვეყანაში ხალხის მისამხრობად და ის ძველ მის მოწინააღმდეგე დინასტიებს, ანუ ამ ფარნავაზიანთა ნაშთებს რომ საფუძველი გამოაცალოს, ამიტომ არმაზიანობა მას როგორც ძველი რელიგია აღარ სჭირდება და მას ახალი ლეგიტიმაციას იქმნის, რასაც ქრისტიანობა ქვია და მე იქ ვაზსაც და ვაზის ესთეტიკას, რომელიც ასევე წმინდა არის ქართულ რეალობაში და ქალის თმა და პირველი მცდელობა ქრისტიანული სიმბოლიკის საქართველოში რა არის, ანუ ვაზის ჯვრის ჯვარი შეხვეული ქალის თმით. რომ ეცადა ხო ესე იგი ამ თანხმობის წარმოებას, მაგრამ ნუ ქალის თმა იმდენად რაღაც რთული სახე აღმოჩნდა, რომ ეს გამდევნეთ და ვაზი დარჩა, ხო? და მე პრინციპში ამ ქრისტიანულ პროპაგანდაში, ანუ ჰიმნოგრაფიაში, ანუ ქრისტიანულ პოეზიაში, ვაზი მე იქცა ღვთისმშობლისა და ქრისტეს მეტაფორებად პირდაპირ, ხო? ანუ ვაზი არის მზის დაუტევნელობის სიმბოლო, მზისგან იკვებება, სკდება და ღვთისმშობელი არის ვაზის სიმბოლო, იმიტომ რომ მან ღვთაებრიობა ვერ დაიტანა. ეს ასეთი ტიპის პროპაგანდით ადამიანი მუდმივად მოქმედებს. რომ მე-20 საუკუნეში ამაზე ტოტალიტარული საზოგადოებები ჩვენ უკვე გვიბიძგებენ იქითკენ, რომ თანხმობა იყოს აი მატერიალურად გამყარებული. ანუ ყველამ გამოვაცხადოთ, რომ ამაზე თანახმობა რან თავს ვიკლავ რა. საინტერესოა კიდე პროპაგანდას როგორ იყენებს სხვადასხვა მმართველობის რეჟიმი, რა მაგალითად ტოტალიტარიში და ავტორიტარიში როგორ მუშაობს პროპაგანდა, ვინ ქმნის ამას და ვინ ქმნის ამას დემოკრატიულ რეჟიმებში. მაგალითად ჩვენ თუ ვახსენებთ თქვათ კოლონიალიზმი და ვახსენებთ თქვათ მე ფაშიზმის და საბჭოთა რეჟიმს, აქ ჩვენ ვახულობთ, რომ პროპაგანდა მუშაობს ორნაირად. აქ იყენებს პირდაპირ ძალადობის სუბიექტურ ფორმებსაც, იყენებს ობიექტურ ძალადობის ფორმებსაც. ხო, აქ ერთი მხრივ ჩვენ თოფით გემუქრებიან და მეორე მხრივ აქ მუშაობს რბინი პროპაგანდა, ხო, რაღაცა რბინი პროპაგანდა, რომელიც პროპაგანდისას ვინც აწარმოებს ამას, ხო, იქნება ეს გაბატონებული კლასი, თუ იქნება ეს მართვენი რეჟიმი, მოსახლეობას უყურებს არა როგორც საზოგადოებას, როგორც ინდივიდების ერთობას, არამედ უყურებს როგორც მასას. როგორც გარკვეულ ხროვას, რომელსაც ჭირდება სახელმძღვანელო ძაფი, რომელიც სახელმძღვანელო ძაფსაც შეუქმნი და ის მერე ყველანაირი თავისი პირადი ნებელობისგან დამოუკიდებლად აი იმ სახელმძღვანელო ძაფს მიყვება, ხო? როდესაც ჩვენ თქვა და მოსახლეობის ინსტინქტებზე მუშაობ, მათ ნებებს აღვივებ, მათ სურვილებს, ემოციებს და ასე შემდეგ. მაგალითად, როდესაც ფაშისტები მოვიდნენ ხელისუფლებაში, ნაცისტური გერმანიისას, როდესაც ისინი მოვიდნენ ხელისუფლებაში და ჩამოყალიბდა პროპაგანდის სამინისტრო, ხო, რომელსაც გებელსი ხელმძღვანელობდა, ჩვენ ახულობთ, რომ ისინი ინსტრუმენტად იყენებენ ამ მასობრივი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისას, ინსტრუმენტად იყენებენ რადიოს და ტელევიზიას. 1932 წელს გებელსი იყენებს, კი, რადიოს, თან ეს რადიო არის მონოპოლიზებული. ანუ ყველა რადიოს საშუალება არის მმართველი რეჟიმის ხელში ჩაგდებული. ანუ ეს ერთიანი და საერთო ნარატივის და საერთო აზრის წარმოება ხდება ერთობლივად, ხო? ვინ არის, თქვათ, ნაცნობი გამონაკლისის გარეშე, ხო? ანუ პროპაგანდას ყოველთვის სჭირდება ახლოსა და უცხოს გაგება. ანუ ვინც არის რეჟიმის მსახური, ანუ ვინც არის ღირსეული მოქალაქე, შეგვიძლია ესე გადავათამაშოთ და ვინც არის უღირსი მოქალაქე, ამ ყველა ის ვინც ამ რეჟიმს, ამ პროპაგანდას ამენაირად უპირისპირდება, ხო? ესეთი ძველ საბერძნეთში იყვნენ, თქვათ, ფილოსოფოსები, მაგალითად სოკრატე იყო ესეთი, რომელიც პარესიის აქტით, ანუ პარესია რა იყო? სიმართლის ღიად მეტყველების ხელოვნება. ღიად მეტყველება რას ნიშნავდა, რომ არსებობდა გარკვეული დაკანონებული წესები, შეხედულებები, საზოგადოებრივი ნორმები, რომელიც ხალხის და საზოგადოების შექმნილი კი არ იყო, იყო მმართველი კლასის შექმნილი იდეები, ხო, რომელსაც უპირისპირდებოდა რაღაც გაბედუნებით უპირისპირდებოდა. რომელი გაბედუნებაც უნდა დაბადებული იყო ყველა ადამიანის, ყველა ინდივიდის ყველა ინდივიდში როგორც შინაგანი ღირსების და ხედვის რაღაც ძაფი, ხო? მაგრამ პროპაგანდა ყოველთვის მოსახლეობას უყურებს როგორც მესგან, ანუ პიროვნულობისგან დაცინდა ადამიანებს. ხო, იქ არ არსებობს მე, ანუ არ არსებობს რაღაცაირი შინაგანი
ხედვის წერტილი. ანუ კრიტიკის აზრსაც არ ტოვებს, ანუ არც კი განიხილავს, რომ ვინმე შეიძლება ეს გააკრიტიკოს, იმდენად ტოტალური აზრია. კი, მის კითხვის ნიშანს სვამს. ტექსტი რო ახსენებს, უბრალოდ ეგ ამბავია. კი ბატონო, მასების ფსიქოლოგია, ხო, სადაც აი ეს მართლაც მასებს და ადამიანებს არ გააჩნიათ რაღაც სახელმწიფო. თვითონ ნაცისტური სახელწოდება თავიდან ბოლომდე. თავიდან ბოლომდე, კი. და ეგ არის განმანათლებლობის ბნელი მხარე, ხო, განმანათლებლობა ადამიანში თუ ხედავს გამააზრებელ არსებას, მორალურ არსებას, რომელსაც შეუძლია რაციონალურს თავის ცხოვრებაზე, თავის ცხოვრების მართვა-გამგებელი იყოს, თავისი კულტურული ცხოვრების მაინც, ხო, ეკონომიკურის თუ არა, ანუ ფაშისტური რეჟიმი ხედავს ამას საერთოდ საპირისპიროდ. ანუ ადამიანი არის რაღაცა საზაბაზნე ხორცი, რომელიც თავის ცხოვრებაზე ვერ ბატონობს, რომელიც ცხოვრება თავიდან ბოლომდე უნდა განკარგოს და განსაზღვროს გაბატონებულმა კლასმა, ხო? ამიტომაც ნაცისტებმა თქვათ ჩამოაყალიბეს ჰიტლერ იუგენდის, ანუ ახალგაზრდა ჰიტლერელების ორგანიზაცია, რომელშიც 10-დან 18 წლამდე ყველა გერმანელი ბიჭი უნდა შესულიყო, ხო, ის ხო მარტო ბიჭების ორგანიზაცია. დაახლოებით 10 მილიონი გერმანელი ახალგაზრდა იყო შესული აქ, მოზარდი იყო შესული აქ და აქ იყო დამუშავება ძალიან სერიოზული იდეოლოგიური დამუშავება იყო, ხო, როგორც ფიზიკური და მილიტარისტული წვრთნა მიდიოდა, მათი ამავდროულად ისინი იყვნენ კონტროლის ინსტრუმენტებიც. როგორ გავს პატრიოტთა ბანაკების იდეას, ხო? იმიტომ რომ აქ ნაცისტში რა იყო მნიშვნელოვანი, რომ ყველა უნდა ყოფილიყო პოტენციური დამსმენი. ანუ ნებისმიერ გერმანელი მოქალაქე უნდა ყოფილიყო დამსმენი იმის მიმართ, რომელიც რაც საპირისპიროს იძახდა პროპაგანდისტული მანქანისგან საპირისპიროს იძახდა, ხო? ვინც თქვათ მიმღებელი იყო განსხვავებული, ვინც თქვათ ებრაელის მიმართ თანაგზნობას განიცდიდა და ვინც თქვათ ებრაელი თქვათ მტერიანი იყო. ხო, ვინც ეწინააღმდეგებოდა აზრს გერმანია უკდავია. გერმანია Deutsche Liberales აი ამ აზრს ვინც ეწინააღმდეგებოდა. ზეციური გერმანიის დამკვიდრების მოწინააღმდეგე ვინც იყო, ყველა იყო რეჟიმის მტერი. და ნებისმიერი, ანუ ეს ნებისმიერი გერმანელი ახალგაზრდა, ვინც ჰიტლერ იუგენდის მონაწილე იყო, ამავდროულად იყო მაკონტროლებელი თავისი ოჯახის. ის არა მარტო გარკვეულ იდეებს ავცენებდა და საზაბაზნე ხორცი იყო, ხო, პავლიკა მოროზოვის წარმოება. ის უნდა ყოფილიყო თავისი მამის, დედის, ძის და ასე შემდეგ დამსმენი, ხო? იმიტომ რომ პროპაგანდა როგორ მუშაობს, რბილი პროპაგანდა მუშაობს ესე რომ შენ ის იდეები გულწრფელად უნდა დაიჯერო, რომელ იდეებსაც გაბატონებული კლასი თავს გახობს. რომ შენ ნახეთ ფროიდი როგორ პასუხობს გუსტავ ლებონს რა, როდესაც ლებონი მასების ფსიქოლოგიას წერს. მასების ფსიქოლოგია და ეგოს ანალიზი პასუხობს ამ ტექსტით. ფროიდი სადაც ამბობს რომ მასების ფსიქოლოგიაში გუსტავ ლებონი თავიდან ბოლომდე კარგავს ეგოს, მეს კარგავს, ან პიროვნულობას კარგავს. რომელ პიროვნულობასაც კარგავს თავიდან ბოლომდე ტოტალიტარული და ავტორიტარული პროპაგანდის რეჟიმი. იქ შენ პიროვნება არ ხარ. ამიტომ შენ ჭირდება რაღაცნაირად პიროვნება თუ არ ხარ და ამას თუ თავიდან ბოლომდე გიმტკიცებს რეჟიმი, რომ შენ ხარ უბრალოდ მასის რაოდენობა, ხო? რაოდენობა კლასიფიცირებული ერთეული, დანაწილებული ერთეული, ხო? ან იქნები შენ ეკლესიის მსახური, იქნები ჯარისკაცი, თუ იქნები უბრალოდ მოქალაქე, შენ ხარ რაღაც ერთობის ნაწილი, პიროვნულობის ნაწილი ამავდროულად. და ეს ადამიანებიც იმდენად იყვნენ ამ ზეციური გერმანიის ქვეშ შემოქცეულები, ხო, და ამდენად იმიტომაც ამდენად უფრო მეტად ჰქონდათ მათ არა ხროვის ფსიქოლოგია, როგორც გუსტავ ლებონი წერს, არამედ ურდოს ფსიქოლოგია. ურდოს ჭირდება ხელმძღვანელი. ერის მამა ჭირდება, ხო, როგორც აქ იყო ამ შემთხვევაში ჰიტლერი, რომელიც გერმანელებს აზიარებდა რაღაცა აღორძინების იდეებს, ხო? აი, მაგალითად გებელსი, რომელიც აღტაცებული იყო შპენგლერის რეაქციული თეორიით, ხო, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროპის დაისია რეაქციონერული თეორია, იმიტომ რომ ვთქვათ, მთელი განმანათლებლობა და რენესანსი თუ იყო იმაზე მიცუნა, რომ ევროპა არის რაღაც კულტურული აღორძინების, აღმავლობის განმანათლებლობის უნივერსალური იდეების განხორციელებისა და თქვათ გავრცელების მექანიზმი უცებ მე-19 საუკუნეში ასხვედოთ, მე-20 საუკუნეში ასხვედოთ პირველი მსოფლიო ომის შემდგომ, რომ ყველაფერი ეს ჩამოიქცა. ანუ მარცხი განიცადა განსაკუთრებით გერმანელების შემთხვევაში, რომლებსაც ჰქონდათ ეს გამარჯვებულის გამარჯვების განცდა და უცებ დამარცხდნენ, ხო? ამიტომ ამ დამარცხებიდან უნდა ამოზრდინიყო რაღაც აღორძინების იდეა. და გებელსისთვის ეს იყო
ზეციური გერმანიის მიწაზე დამკვიდრების იდეა, გებელსი, რომელიც თავიდან საერთოდ არ იყო ანტისემიტი, მაგრამ შემდგომ პროპაგანდის მსახურების და შემქმნელების ეს რაღაცა ბიზნესიც არ იყო თავიდან კონსერვატორი. ხო, არ იყო, მაგრამ მოიგო კარგად ეს, ხო? ანუ პროპაგანდა როგორ მუშაობს და ისინი პროპაგანდას ქმნის, რომ თუ მასებს დააჯერებს ამ პროპაგანდის შინაარსებს, მერე უკვე თვითონაც ამის გულმხილველი მსახური და გამტარი ხდება, ხო? და მერე ჩვენ ვიცით, რომ თქვა ბროლის ღამე, რომელიც ჰოლოკოსტის დასაწყისია, ხო, როდესაც პოგრომები მოიწყო ებრაელების ნაცისტურ გერმანიაში და ათასობით ებრაელი ან მოკლეს, ან გადაასახლეს და მათი მთელი საცხოვრებელი და საქმიანობის სივრცეები დაამსხვრიეს, ხო? ათასობით ვიტრინა დაიმსხვრა მაგ დროს, სადაც ებრაელები მუშაობდნენ. ამის ყველაფრის გამტარი იყო გებელსი. და მე ჩვენ ნახულობთ, რომ საერთოდ ამ პროპაგანდისტულ იდეებს თავიდან ბოლომდე ისიც ხორცებს გერმანული კინო. ლენი რიფენშტალი, რომელიც ზუსტად იმ იდეებს წესრიგის ერის მამაზე დამორჩინების იდეების ესეთიზაციას ახდენს კინოში, რომელიც ჩაქსოვილი იყო ამ თემ ნაცისტურ იდეოლოგიაში, ან ფაშისტურ იდეოლოგიაში, ხო, რომ არსებობს რაღაცა წესრიგი, დამორჩინებული ადამიანების ურდო, რომლებიც მიჩერებული არიან ერთ ადამიანს. მათი იდეების, მათი სურვილების გამტარს, ხო, მათი აღორძინების იდეა. რომ ერთ ადამიანს შეუძლია შენ აგაღორძინოს და თუ აგაღორძინებს, მაშინ შენ აღარ გექნება მარტოობის შიში, ხო? და ფროიდი ამბობს, რომ ადამიანს აქვს ფუნდამენტურად მარტოობის შიში, სიბნელი შიში ბავშვს რომელიც აქვს. ეგ არის მარტოყოფნის შიში და ამით ძალიან კარგად თითქოს სარგებლობენ აი ეს პროპაგანდისტები, რომლებიც დაცალკევებული დაყოფილი საზოგადოებისთვის რაღაცა გამაერთიანებელ იდეებს ქმნიან და ეს გამაერთიანებელი იდეები იქნება უპირველესად რაღაც აბსტრაქტული იდეების გარშემო და მეორე მხრივ აუცილებელი არის მტრის ხატი, რომ ამ აბსტრაქცია მიმუშაოს. ეს მტრის ხატი იყო იმ შემთხვევაში თქვა ებრაელები, გამაერთიანებელი იდეა იყო რაღაცა ultra ნაციონალისტური, ultra patriotული შეხედულებები, ხო? რომელიც დაახლოებით ჰიტლერი, იუგენდის მსგავსი სივრცე ჩამოყალიბდება ნაციონალების დროს, როდესაც პატრიოტთა ბანაკები იქმნება, ხო? სადაც ადამიანებს ან რაღაცა მიტოვებულ, გათითო-კაცებულ, თითქოს იდენტობა ჩამოშვილ მოზარდები მიყავთ და რაღაცა იდეებით ინფიცირებას ახდენენ მათ, ხო? უბრალოდ ეს არაჩვეულებრივი ფილმი არსებობს სალომე ჯაშის, ვისაც არ აქვს ნანახი, ვინდა რომ ნახოს პატრიოტთა ბანაკზე, რომელსაც ქვია ლიდერი ყოველთვის მართალია. ლიდერი ყოველთვის მართალია. და ანუ ეს ლიდერიც ვინ არის? ანუ აბსოლუტურად შინაარსისგან დაცლილი. ბოლოს ეს ბავშვი რა თქმა უნდა ამას თანხმდება, ხო? ვინც არის გმირი. თანხმდება რა უბრალოდ არსი ეგ გამოაქვს. ანუ რას გეუბნებოდნენ, ანუ რა გასწავლეს აქ და აქ მასწავლეს ის რომ ლიდერი ყოველთვის მართალია. და საინტერესოა ეს ლიდერი ვინ არის? ნუ ეს რეალური ადამიანები არიან, ეს დოკუმენტური კადრებია, აუცილებლად ნახოს ყველამ, ჩემი აზრით, თუ უნდა გაიგოს რეალურად, როგორ წარმოებდა წინა მთავრობის პროპაგანდა და ყველაზე საინტერესო მან რა არის, რომ ეს ადამიანების თვითონ ვინც ლიდერი, ვინც მართალია, ხო? ანუ ესენიც არიან აბსოლუტურად შინაარსგან ყველანაირად დაცლილი ადამიანები, ეს იდეები მათი არ არის, რაშიც მართლები არიან, ეს არის ხვის იდეა, სისტემის იდეა და სხვათა შორის ძალიან სევდიანი დასანახი არის, რომ იმ ადამიანს რომელიც იქ ლიდერს თამაშობს. დღეს ჩვენ ხედავთ აქციებზე. და ბოდიში აი ეგ ფილმი რო გამოვიდა რა. და მაგის პრეზენტაცია მოაწყეს, არ მახსოვს რა სიუცე იყო. იქ ვიღაცა ტიპების ხედან, რომლებიც ძალიან კარგად ვიცით. გოკა გაბაშვილი მაგალითად. ხო, რომ არა, აქ ჩამოთვალ საზრი და აი ეს კრიტიკოსები, რომლებიც ამ ფილმს აკრიტიკებენ, იმის გამო კი არ არიან შეშფოთებული ამ ფილმს რა შინაარსია. იმის გამო არიან შეშფოთებულები, რომ ესთეტიკურად ეს არის პათეტიკური. ზუდად ჩანს. ანუ ეს არის რაღაცა პათეტიკური პატრიოტიზმი და ჩამორჩენილობა ასხივებს ეს სივრცე და ანუ მოკლედ როგორ თქვა, უგემოვნო და არის გაკეთებული აქ ყველაფერი და არა ის თუ რა შინაარსით არის ეს სივრცე სავს. და მთავარი ლიდერი ვინც არის? მანდ ვიღაც ხალი სკოლის მასწავლებელი, რომლის ხმა მისდევს აი რაღაცა რეფრენად ხოლმე ამ ფილმს. ეს ხალი ამბობს ძალიან მნიშვნელოვან ფრაზას პრინციპში ამ ფილმის გასააზრებლად. ეს არის ასეთი ფრაზა, რომ სოციალურ პრობლემებზე ორიენტირებული ერი ვერ გააკეთებს ეროვნულ საქმეს.
ესე იგი, შენ უნდა დაითმინო ყველანაირი პრობლემა, სიდუხჭირე და სიღარიბე იმ რაღაცა დიდი იდეისთვის, როგორც რაღაცა ტერიტორიული ძალიანობა და ზეციურ საქართველოსთვის. ვალტერ ბენიამინის ფრაზა, რომელიც არ ვიცი რამდენად მათქვა, მაგრამ აწერენ და კაი მივაწეროთ. რომ ყოველ დამარცხებულ სოციალურ რევოლუციას მოსდევს ფაშიზმი. და ზუსტადაც აი მაგ სოციალური რაღაცა საკითხების მეორე პლანზე გადატანას მოყვება ის, რომ რაღაცა, არ ვიცი, აბსტრაქტული, სრულად რომ დამანგრეველი იდეებით უჭედავენ ადამიანებს twin-ს. ხო, აი, კიდევ ერთი კითხვა მახსენდება სპინოზას თავის თეოლოგიურ პოლიტიკურ ტრაქტატში შესავალში აქვს ესეთი კითხვა დასმული. რატომ იბრძვიან ადამიანები თავიანთი თავის დამონებისთვის ისევე მამაცურად, როგორც თავიანთი თავის გათავისუფლებისთვის იბრძოლებენ? და ამაზე პასუხი ერთგვარად შეიძლება იყოს პროპაგანდა. აი თუნდაც დღეს მაგალითად ლაპარაკობდით აგერ სააკაშვილის რეჟიმზე და იმ ტექსტში, იმ ფილმში ძირითადი აქცენტები რაზე ისმება, რომ აფხაზეთი ჩვენია, დღეს თუ ხვალ იმ აფხაზეთში შევალთ, სამაჩაბლო ჩვენია და იმასაც დავიბრუნებთ და მოკლედ მოხდება გაერთიანება საქართველოსი და ჩვენ დავიბრუნებთ იმ ძველ დიდებას, რომელიც არის ჩვენ ისტორიაში, ამ ჩვენ მითოსურ ისტორიაში. ხო და დღეს ისრების გადატანა რაღაც სხვა კუთხით ხდება და გვახსოვს წინასაარჩევნო კამპანია და ბოდიში გვახსოვს ასევე ის რომ რაღაცა ქართველებს ბრალდებოდათ მაგალითად ომის წამოწყება და მოკლედ ბევრი ისეთი რაღაცა რაც აბსოლუტურად უარყოფს იმას, რასაც წინა რეჟიმი აწარმოებდა, რა პროპაგანდასაც აწარმოებდა. ამათმა დაიწყეს სხვაგვარი პროპაგანდის წარმოება, ოღონდ თუ ანუ სააკაშვილის პერიოდში ქართული პატრიოტიზმი შეზავებული იყო იმაში, რომ ჩვენ ეს ტერიტორიები უნდა დავიბრუნოთ და ანუ ჩვენ რაღაცა ისრაელად, მეორე ისრაელად უნდა ვიქცეთ, ანუ კუნთები უნდა გქონდეს, მილიტარისტული სახელმწიფო უნდა ვიყოთ და აბსოლუტურად ყველა ადამიანი, ღირსეული მოქალაქე, როგორც ჩვენ თქვი, ის იქნება, ვინც აი ამ ფერხულში ჩაეწერება და დაითმენს ყველაფერს ამის. ხო და იბრძოლებს თავის ქვეყნისთვის და თავსაც გაწირავს. დღეს უკვე ეს ენამანული სარწმუნოება ჩაწნული არის იმაში, რომ ოღონდ მშვიდობა გქონდეს. და ანუ თუ ისინი გვეუბნებოდნენ, რომ დანაჩანგლითაც კი უნდა ვიომოთ, კაცო, თუ ეს საჭირო გახდება. დღეს გვეუბნებიან, რომ პატრიოტიზმი და ღირსეული მოქალაქეობა არის ის თუ შენ ამ კოლექტიურ ნაცმოძრაობას ცესხს გაუხსნი, იმიტომ რომ ერთადერთი გარანტი მშვიდობის ჩვენ ვართ და მშვიდობა დღეს უკვე მშვიდობა იქცა იმ რაღაცა ტელეოლოგიურ მიზნად, რომელმაც უნდა მივიდეთ თუ გვინდა რომ გადავრჩეთ და სააკაშვილის პერიოდში იყო პირიქით, ჩვენ თუ გვინდა რომ გადავრჩეთ, მაშინ უნდა ვიყოთ მილიტარისტული სახელმწიფო. ანუ ესენ გეუბნებიან რომ თანხმობა უნდა აწარმოო იმისთვის რომ მე შენ მშვიდობა მოგიტანო. კი, ხო და ეხა აქ მეორე ამბავია რა. ბევრ რაღაცაზე ვილაპარაკეთ და ბევრი რაღაცა ვთქვით. ზოგადი სქემა და როდის დავით ერთი რაღაცა მინდა კიდევ რომ დავამატო შენ რაც თქვი სპინოზაზე ძალიან კარგად მენიშნა იცი რა ესე იგი სპინოზა ამბობს როგორ რომ ადამიანები ანუ თავის ინტერესების წინააღმდეგ ისევე მამაცურად იბრძვიან როგორც აი ეგ კითხვა შეგვიძლია ჩვენ დღესაც დავსვათ ხო ვიღაცები პროპაგანდა გვაწვდის ადამიანებს რომლებიც ქუჩაში გვასახიჩრებენ ანუ აი მაგალითად ამ ზვიად ხარაზიშვილს და გვეუბნება რომ ეს ის კაცი არის რომელიც ცხინვალს პირველი შევიდა დაიჭრა მაშინ მე ესეთი კითხვა მაქვს ანუ რანაირად გამოდის პრინციპში ან რას უშუალო პროპაგანდა ადამიანის ცნობიერებას ესე იგი ადამიანი რომელსაც რაღაც პატრიოტული იდეისთვის შეუძლია საკუთარი ქვეყნისთვის ტყუიაზე წავიდეს მე იმავე ქვეყნის მოქალაქეს რომელიც ამ ქვეყნის იმავე ძალისგან გათავისუფლებას ცდილობს რომ ცვლებში ამტროს თვითონ ხო და არა მან კიდე მეორე ამბავია რა მაშინ ანუ ქართველები იყვნენ აგრესორები და თუ სიტყვაზე ვამბობ რა ქვია სააკაშვილმა რაღაცა მძინარე ცხინვალი დაბომბა მაშინ მაგაში ვინც მიიღო მონაწილეობა რანაირად გამოდის გმირი ხო იმიტომ რომ რა ვიცი ნუ გამეცენ მოტყუებულები იყვნენ პროპაგანდით ამას გეუბნებიან
ბიჭო, გასაგებია, მაგრამ ანუ ნაციზმშიც, ანუ ნაცისტიც მაგას გეტყოდა სიტყვაზე, რომ მე მეგონა რომ კარგი დიას ვემსახურებ. კი ბატონო. ხო და ანუ შეიძლება სიტყვაზე ვამბობ, რომ რა ვიცი, ვიღაცა ნაცისტმაც მას გერმანიას თავი შეწირა და რაღაც საგმირო საქმე ჩაიდინა და ვიღაცას მკერდით გადაეფარა, მაგრამ ეხლა იმაზე ჩვენ ხო ავიტყვით, რომ გმირი იყო. ანუ გმირი არის ის, ვინც არ ვიცი, ანუ თანასწორობის, ან რაღაცა ჩაგვრის წინააღმდეგ გამოსვლის იდეას ემსახურება და ასე შემდეგ. ხო და ეგ ამბავი ძალიან საინტერესო არის, იმიტომ რომ რაღაცა პატარა შესავალივით გავაკეთებთ და მე ეს თემა გავშალოთ რა. ანუ თავიდან ეს ოცნება როცა მოვიდა, ესენი პირდებოდნენ რომ სამართლიანობას აღვადგინეთ. ეს სამართლიანობა იყო რაღაც ამბავში სოციალური სამართლიანობაც ხო, იმიტომ რომ სოციალ-დემოკრატებს უწოდებდნენ ისინი თავიანთ თაობებს. ევროპარლამენტში სოციალ-დემოკრატიული ფრაქცია. რაღაცა ჯანდაცვის რეფორმა გააკეთეს, უფასო ისინი მახსოვს, წიგნები მახსოვს სკოლაში. და მოკლედ რაღაცა სოციალური კეთილდღეობის სახელმწიფოს ელემენტები შემოქონდა თითქოს, სიმულაციურად, მაგრამ ერთი მხრივ. მეორე მხრივ მახსოვს ივანიშვილის განცხადება და კიდე სხვებისაც 2013 წლის 17 მაისს რომ ამ ხალხსაც აქვს საკუთარი თავის გამოხატვის უფლება, LGBTQ თემზე ვლაპარაკობ და მოკლედ რა რაღაცა ნახევრად ლიბერალი, ანუ როგორ თქვა რაღაც დასავლელი მემარცხენეების ცენტრისტული მემარცხენე ამბულაში გამოდიოდი. მახსოვს კიდე ის კობახიძის განცხადება, რომ ეროვნული ცნობიერება ეს ძალიან საშიში რაღაცაა და ასე შემდეგ. ანუ სრულიად რაღაცა ყოველგვარი ამ პატრიოტული და თითქოს ეროვნული იდეებისგან დაცლილი ტიპები იყვნენ და რაღაცა პრაგმატული ხალხი, რომლებსაც ესე ვთქვათ, რომლებიც არ ვიცი, რაღაც სოციალურ კეთილდღეობას აყვავდნენ აქ. მერე უცებ ხდება რაღაცა ტიპის გრადაცია. და იქნება ისეთი ტიპის შენაერთები და დაჯგუფებები, ანუ თუ მიშას პერიოდში ქონდა რაღაც პატრიოტთა ბანაკები და ხო, ანუ პოლიციის რეკლამა, ჯარის რეკლამა, პატარა ბავშვები პოლიციის ფორმაში ზეიმებზე, სკოლის ზეიმებზე. ეხლა ეს ყველაფერი აღარ იყო, მაგრამ სამაგიეროდ იყო რაღაცა გაუგებარი დაჯგუფებების გაჩენა და გუშინ აგერ ის გედედეს ყოფილი მაღალჩინოსანი ლაპარაკობს იმაზე, რომ 5 ივლისის ეს ცემა, ტყეპა და პოგრომი ამის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო საპატრიარქოს მაღალჩინოსანი, მაღალი იერარქი. ხო ეს იმაზე მიგვანიშნებს საზოგადოებასთან პროპაგანდისტი. ანდრია ჯაღმაიძე, პროპაგანდა, ანუ საპატრიარქოს პროპაგანდისტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის. ეს იმაზე მიგვანიშნებს, რომ ამ კაცმა რამდენიმე ტყავი გამოიცვალა და რეზერვში ყავდა ვიღაცა ტიპები, ხო, ალტინფო იქნებოდა ეს თუ რაღაც ულტრამემარჯვენე ბიძინაივანიშვილმა, ხო? ხო, ბიძინაივანიშვილმა, რომელმაც ნელ-ნელა ეხა აი ამ გადმოსახედიდან რო უყურებ, ყველა ფლანგზე მოსინჯა თავისი ძალები. ზუსტად ასეა. ანუ ის ხო არის რაღაცა ტიპის ისეთი ბიზნესმენი, ან ნებისმიერი ბიზნესმენი ეგეთია პრინციპში, რომელიც ბაზარს წავალს და წერან რა ვახსენეთ ამ ბერნაესის ამბავზე, რომ არა აუცილებელი 50 მილიონ კაცთან მიხვიდა. ანუ მან ეს თავები შეკრიბა, ანუ დააჯგუფა საზოგადოება თავები ესე ვთქვათ შეკრიბა და ტრის ხატით შეუქმნა და დაითვალა. რა შეიძლება მე მაწყობდეს ძალაუფლების შესანარჩუნებლად. ანუ თუ სააკაშვილს ძალაუფლების შესანარჩუნებლად აწყობდა ის რაც პრინციპში უფრო რასაც იმპერიები აკეთებდნენ ომის პროპაგანდა, ხო? რო აი რაღაცა პატრიოტი გახსოვთ ესეთი გადაცემა? ხო. სადაც პატრიოტული სიმღერები უნდა შეიქმნათ და ეს გამარჯვება აფხაზეთში შენი და მივდივართ რა მოკლედ აფხაზეთში, ხო ეს იყო? კი. ხო და ახლა საბოლოო ჯამში ბილეთის ფასიც იყო ლაპარაკი რა ღირს ბილეთი. ხო, განსაკუთრებით ამ უკრაინის ომის შემდეგ და რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მიაგნო ისეთ წერტილს, რომელიც იქნება ქოლგა თემა რის გარშემოც უნდა შემოიკრიბოს ეს პროპაგანდა, იმიტომ რომ იქამდე მაგალითად ეს პოსტივიც როცა გაკეთდა და კიდე პირველ არხზე სხვადასხვა გადაცემები, იქაც ლაპარაკი იყო რაზე კრიტიკულ თეორიებზე, რაღაც ამერიკულ იმპერიალიზმზე, ანტიკოლონიალიზმზე და რაღაც გავსაკითხებზე, რომელიც ალბათ რაღაც მომენტამდე ჩვენ გვეგონა რომ იყო უბრალოდ რაღაც კრიტიკული დისკურსის წარმოების ველი და სხვა მეტი არაფერი. ეს საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ ამ სინამდვილეში ძალიან მეცნიერულ და სწორ იდეებს
ესენი იყენებდნენ თავიანთი პროპაგანდისთვის, რათა ეს მთელი 30 წლიანი თხრობა, რაც არის, რომ ჩვენ 10 ქვეყანაში მივალთ, ანუ დასავლეთში და გავხდებით ამის ნაწილი, ეს ნელ-ნელა ჩამონგრეულიყო და ტრის ხატი უკვე შეცვლილიყო. ტრის ხატი დღეს გვაქვს ჩვენ დასავლეთის სახით და არა ჩრდილოეთის სახით. მე ახლა ანუ უბრალოდ ჩემ თავს უსვამ ხოლმე ამ კითხვას და თქვენგანაც რა ვიცი, მაინტერესებს ეგ ამბავი. როგორ შეძლო პირველ რიგში ამ კაცმა ამის გაკეთება და თუ შეგვიძლია დავინახოთ რაღაცა იმ პროპაგანდის კლასიკური, ანუ ამ პროპაგანდის კლასიკურ განმარტებაში, ხო, თუ შეგვიძლია შევადაროთ ეს აქაურობას, ანუ რა ხაზი აქვს მოკლედ ამ კაცს აღებული და როგორი პროპაგანდაა, რასაც აწარმოებს და ვინ არიან ამათი პროპაგანდისტები. იცი რა, მოკლედ შენ აბსოლუტურად სწორი თქვი, როდესაც აღნიშნე, რომ ესე იგი ეს ადამიანი პრინციპში ბიზნესმენია და ბიზნეს ლოგიკით მართავს. ანუ მოდი ესე ცოტა გადარბენით გავიხსენოთ პრინციპში ქართული ოცნების ხელისუფლების მოსვლის პროცესი, ხო? ანუ რა ხდება? როდესაც ერთმა კაცმა, რომელიც არავის თვალით ნანახი ყავდა, მე მგონი მარტო სახელი და გვარი ვიცოდით და ვიცოდით მითოსურად არსებობდა, როცა 55 წელს მიღწეული მილიარდერი, რომელსაც ინტერვიუ არ ჰქონდა მიცემული რამდენიმე რუსული სააგენტოს გარდა არავისთვის. ანუ ეს რაღაც და ბოდიში აღმოჩნდა რომ ძალიან კარგია, იმიტომ რომ ლაპარაკიც არ იცის. ლაპარაკი არ იცის. და აღმოჩნდა რომ აი ეს რაღაცა ფსიქოპათიური დამოკიდებულება ამ ყველაფერთან შიში და მუდმივად ყოფნა რა მითოსურ მდგომარეობაში, ხო? აქაც ალბათ მივხვდარიყავით რომ კარგად არ გქონდა საქმე და ნორმალურ ადამიანთან არ გქონდა საქმე, მაგრამ მაშინ იმდენად დიდი ეგზისტენციალური საფრთხე გქონდა მოსაშორებელი, რომ ამაზე ალბათ ვერ დავფიქრდით. ნუ აქ მსხდომები მაშინ უბრალოდ ხმისუფლებითაც არ ვიყავით წარმოადგენილები, ხო? მაგრამ ესე იგი ეს კაცი წვეთს მოვიდეს ხელისუფლებაში და მან იცის ყველაზე კარგად ფულის შოვნა, ანუ შესაბამისად პროდუქტის გაყიდვა, შესაბამისად ბაზრის შესწავლა მისი ძირითადი მექანიზმია რა. ამიტომ ხო რა თქმა უნდა, ანუ ანგარიში და დათვლა, რაც არის ბიზნესმენის მთავარი დეტალია რა. ამიტომ მან უნდა შექმნას რაღაც პროდუქტი, რომელსაც გაყიდის. და უნდა შექმნას ესეთი პროდუქტი, რომლითაც დაამარცხებს ნაციონალურ მოძრაობას. თან არ დაგვავიწყდეს ერთი რაღაცა, რომ ბიზნესმენი არის ადამიანი, რომელიც ყველაზე მეტად ცდილობს დააზროს რისკები. ანუ ის საქმეში, ის დებს ფულს მხოლოდ იმ საქმეში, რომელიც აუცილებლად მომგებიანი იქნება. ანუ წარმატებული ბიზნესმენები ასე ფუნქციონირებენ, ხო? ანუ როგორც რაღაცა საბჭოთა ტოტალიტარულ რეჟიმში, ბიუროკრატიაში უკან სვლა ნიშნავდა შენ საბოლოო დაღუპვას, ასევე დიდ ბიზნესმენში ფულის დაკარგვა და არასწორ საქმეში ჩადება, ეს დაღუპვა არის პრინციპში, ხო? მაგრამ აღარ გენდობა. ის კი არა რომ შენ ამ ფულს დაკარგავ მარტო. მომავალი ფულებიც აღარ მოვა შენთან. ნუ ამ ნდობას დაკარგავ რა. არიცი ესე იგი არის შენ ფულის კეთება. მე ჩემთან ერთადაც ვერ გააკეთებ. ამიტომ მას უნდა შეექმნა ისეთი პროდუქტი ნაციონალურ მოძრაობის დასამარცხებლად, რაც იქნებოდა გარანტია მის ხელისუფლებაში მოსვლის. აი ესე იგი მან შეისყიდა, ასე რომ ვთქვათ, პროდუქტი, რომელსაც მე ციხის კადრები დავარქვით, არა? ანუ ეს ხო დღეს არც ისინი აღარ მალავენ ამას, რომ ჩვენ იმას კი არ ვამბობთ, რომ ობიექტურად ეს რა თქმა უნდა ხდებოდა და ამაზე უფრო საშინელი ფაქტებიც ხდებოდა. ყოველდღიურობაში მარტო ის ადამიანები კი არ ჩაგრებოდნენ ფიზიკური ძალადობით, რომლებიც ჩვენ ვიდეოებში ვნახეთ. ანუ ერთეული პატიმრები ყოველდღიურად საშინელ ჩაგვრას განიცდიდნენ. ეს ცალსახა ფაქტია და ამაზე ჩვენ ქართულებს უნდა გველაპარაკებოდეს, იმ ადამიანებს უნდა მოусმინოთ, ვინც იმ პერიოდში მსჯავრს იხდიდა სხვადასხვა პენტენციურ დაწესებულებებში, არა? მაგრამ ამ კაცმა იყიდა ეს პროდუქტი, შექმნა და მე მოგვყიდა ისეთ კოზირად, რომელსაც ვერაფერი ვერ დაამარცხებდა, შეუძლებელი იყო. ხო, ბავშვებს აჩვენეს ბოლო სკოლებში. ბოლოს ხო, გახსოვს რა იყო, ხო და აი ჩვენ მე სულ მაშინ მივხედავთ იმისა, პატარა ასაკის ვიყავი და შეიძლება და ნაკლები ცნობიერება მქონდა და პოლიტიკასთან დაკავშირებით. აი, ახლა რომ ახსენდება, გემო ეგეთი მქონდა რა, როცა ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოდიოდა, რომ მორჩა კაცო, ესენი გამარჯვებული ადამიანები არიან. ეს იყო რაღაცნაირად, აი, კარტი ხო ყველას გვითამაშია, აი, დურაკაში რო ბოლო მოქმედების წინ დგახარ რა და ორი ტუსკოზირი და კაროლი გიგავია ხელში, ანუ გამორიცხულია რა რომ მოგიგოს. აი ამ ძალიან მშვიდად ხარ. აი ესეთი მშვიდი მდგომარეობა იგრძნობოდა მაშინ ქართულ ოცნებაში, იმიტომ რომ ყველაზე ძლიერი კოზირი ეკავა ხელში. და ამავდროულად რა გააკეთა? ესე იგი შეკრიბა მონოპოლია. აი რაც ბიზნესმენისთვის ყველაზე კომფორტული სივრცეა.
განსაკუთრებით დიდი ფულის მქონესთვის და განსაკუთრებით კომერსანტისთვის, ხო, ადამიანისთვის, რომელიც რისკს არწევს, ანუ კი არა, აწარმოებს რაიმეს. ანუ პროდუქტის გაყიდვას კი არ ცდილობს მეორე მხრივ პირდაპირ მნიშვნელობით, არამედ ცდილობს, რომ ფული გაყიდოს ფულად. ფულს აღარ არის ის მამაცი კაპიტალისტი. ხო, აღარ არის ეს, რომ რაღაცა პროდუქტი შექმნას და საზოგადოებაში გაუშვას და ახალი ცოდნის წარმოება შეუწყოს. არა, ეს არის ადამიანი. სოციალისტი მახსოვს თბილისის ქუჩებში გამოკრული რაღაც პლაკატიც ეწერა იშოვე ფულით ფული და ვიღაცა კაცმა მეორე კაცს უთხრა რომ კაცო ამასო ჩემ ახალგაზრდობაში სპეკულიანტობა ერქვაო. ხო, ანუ ეს კაცი არის სპეკულიანტი. ის ფულით შეულობს ფულს. თავის ქველმოქმედების ინსტრუმენტი. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად, ხო. სიებიც ვიცით, ვისაც რაც ფულს უხდი და გაუგებარი მიზეზების გამო ადამიანებს, ხო? და რას აკეთებს? ახდენს ქართული პოლიტიკის მონოპოლიას. ესე იგი, იქამდე არსებულ პარტიებს, ოპოზიციურ პარტიებს, სახელები და გვარები აღარ მახსოვს, ანუ ადამიანები მახსოვს, ვინც იყვნენ, ხო, ერთეული ადამიანები წარმოადგენდნენ ოპოზიციურ პარტიებს ამ ქვეყანაში ყოველთვის. კრებს ერთ მხარეს. ადამიანებს, რომლებსაც ერთმანეთი არ უყვართ, რომლებსაც ყველანაირი მექანიზმები ნაციონალურ მოძრაობასთან ბრძოლის მოჩუბუნგებული აქვთ, ვიღაცები შეშინებულები არიან, ვიღაცები სახელმწიფო ღალატის გამო ციხეში არიან გამოკეტილები და ან ნამყოფები. ამ ადამიანებს აერთიანებს და ქმნის ერთიან რაღაცა თითქოს უყევ მასას. ხო? რომელიც შენ გიჩენს იმის განცდას, რომ ყველა ერთის წინააღმდეგ შეიკრიბ. ყველა რაღაცა მიხეილ სააკაშვილის, ყველა ნაციონალურ მოძრაობის წინააღმდეგ. და ყველა ცენტრს მონოპოლიას აკეთებს, ხო? და არ არსებობს არანაირი იდეა. საერთოდ არანაირი იდეა არ არსებობს გარდა იმისა, რომ ჩვენ რაღაცა ეს დიქტატორული რეჟიმი უნდა დავამარცხოთ, რომელიც რასაკვირველია, ცალსახად დიქტატორული იყო და ეს ყველა გრძნობდით. ანუ ქართული ოცნების თქმის გარეშე, რა თქმა უნდა, ყველა ვიცოდით. ანუ ნაციონალურ რეჟიმს აფინანსებდა თვითონაც, რა ვიცი. მათ შორის 2007 წლამდე, ხო, როგორც თვითონაც შეიძლება მეც ეგ უკვე აღარ ვიცით, მაგრამ ნაციონალურ მოძრაობა პრინციპში იქ დამარცხდა, სადაც ყველა ჩვენგანმა უბნებზე, სადარბაზოებში და სახლებში დავიწყეთ საუბარი გირგვლიანის მკვლელობაზე, ბუტარობაკის მკვლელობაზე და ამ შემდეგ უბრალოდ ამას დროის ამბავი გახდა საჭირო ამ ყველაფრისთვის, ხო და ქმნის აი ამ რაღაც მონოპოლიას, პოლიტიკურ მონოპოლიას და ამით სათავეში დგება თვითონ უზარმაზარი ფულით და რა პროპაგანდა არსებობს მეორე მხარეს. აი რას ამბობს ქართული ოცნება გარდა იმისა, რომ ციხის კადრები არსებობს. გავიხსენოთ, ხო? ადამიანები, საზოგადოების ცნობილი ადამიანები, კინორეჟისორები, მსახიობები, სპორტსმენები, პოლიტიკოსები, მეცნიერები დადიან, მართლა სოფელ დადიან და საუბრობენ აი ამ გადასახედიდან აი სრულიად სისულელეს. რომ ქართული ოცნების მოსვლის შემთხვევაში არსებობს უფასო ფული. აი ეს სიტყვა შეთანხმება, ხო გახსოვთ, უფასო ფული. და კიდე იყო ბიზნესთან თვითონ თლად უფასო არ თქვა და თქვა იაფი ფული არსებობს. ხო, აი სპეკულიანტი ჩვეულებრივი, ხო, იაფი ფული. და კიდე ამბობდნენ, ბევრის გახსენება შეიძლება რა თქმა უნდა, კიდე ამბობ 5 მილიონი თითო სოფელს. 5 მილიონი, ოღონდ არავინ არ ამბობს საიდან შეიძლება ეს ყველაფერი მოხდეს? აი არავინ არ ამბობს ამას, საიდან შეიძლება ეს მოხდეს? კიდე იცით რა მახსოვს? აი ბოდიშ მოვიხდი და შალვა რამიშვილს რო გადაცემა ჰქონდა აკრედიტაციის გარეშე. ეს უკვე ქართული ოცნება ხელისუფლებაში მოდის და მის ერთ-ერთი ეპიზოდი შეეხება მიდის ქართული ოცნების ოფისში სასახლეში. და იქ ვიღაც ადამიანებს ხედან ერთ ოთახში, სამი კაცი ზის ერთ ოთახში, თუმცა ფანჯარაც არა, რო გარეთ გამოიხედონ და შედის და რას აკეთებს? ეკითხება და ისინი ვნება, რომ საქართველოს მომავალ ენერგეტიკულ გეგმას ვწერთ. ანუ სამი ადამიანი ერთ ოთახში წერს როგორ უნდა ითვისონ მთელი ჰიდრორესურსი ქართული ეკონომიკისთვის. ანუ ესე იგი ეს მთელი 54 ჰესის იდეა, რომელიდანაც 5 განახორციელეს და 4 დაინგრა და ერთი უფლება არ მივეცით და ხა იმ უფლებიან რომ გავაკეთებთო ნამოხვანსო და მაგაზე ძალიან გამწარდნენ, მე მგონი, იმიტომ რომ არანაირმა პროპაგანდამ არ იმუშავა ნამოხვანთან დაკავშირებით, აი არანაირმა პროპაგანდამ. ყველანაირი გაშოვის მეთოდი იყო ფული საიდან მოდის, ისა ქვეყნის მოღალატეები, რუსეთის აგენტებიც კი ეძახეს იქით. მაგრამ არაფერმა და მაგას ძალიან გამწარებულები არიან, ეს ეთყობათ კიდევ ყოველ ჯერზე მაგას აღნიშნავენ. და მოკლედ აი ამ რაღაცა მთელი ამ პროპაგანდით, ფულით, კოზირით და მონოპოლიური პოლიტიკით ეს კაცი მოდის ხელისუფლებაში. და ყველა ელოდება, რომ ასე რო ვთქვა, დადანაშაულებული ნაციონალური მოძრაობა ახლა უნდა ანულირდეს საერთოდ, ხო? მაგრამ არა. ის იყენებს რაღაც იქამდე ჩვენთვის უცნობ სიტყვას კოჰაბიტაციას,
აბსოლუტურად უცნობ სიტყვას ჩვენთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის და ამბობს რომ აი დასავლეთიდან მე მთხოვენ კოჰაბიტაციას და მე ნახეთ რა კარგი ბიჭი ვარ, არავის არ სჭი სამაგალითო და დემოკრატია მაქვს. და ხო ანუ რაღაცა თავებს ვიღაცებს დავსჭი, ეგ ვანომერაბიშვილი იქ და თაახალაია თუ რომელი არის მეგენი. ორივე ხო ერთი გაიქცა. და ესენ დაისაჯნენ. ვიღაცებზე ძებნა გამოცხადდა და უგულავად დასაჯეს. ხო, ვიღაცებ, გიგი უგულავად დაიჭირეს და მაგრამ განსხვავებით რაღაცა ტრადიციული პროპაგანდისგან, აი მაგალითად როგორცაც ჩვენ ორველის ტექსტში ვკითხულობთ, ხო რა დიდი ძმა ყოველთვის გიყურებს. ეს დიდი ძმა, ეს რაღაცა დაუშვათ რაღაცა საბჭოთა ბურჟუა, რომელსაც უნდა გაანადგურო. ესენი რეალურად არ არსებობენ. ესენი მითოსური სახეები არიან, მაგრამ ქართულმა ოცნებამ პროპაგანდა გადაიყვანა პრინციპში ახალ რელსზე. ასე იგი პოსტმოდერნული პროპაგანდაა ეს რა, პოსტმოდერნი რა არის პრინციპში, ხო რომ ანუ არ არსებობს ობიექტური ჭეშმარიტება. ანუ რიზომატული არის ყველაფერი, საწყისი წერტილი არ არსებობს, დამოუკიდებლად რაღაცა ტოტები არსებობს. არაფერზეა მობმული, საერთოდ. ანუ აი ეს შემოგთავაზა, რომ გეუბნება რომ არსებობს დამნაშავე რეჟიმი, რომელსაც 120 კაცი ყავს მოკლული, ოღონ ეს დამნაშავე რეჟიმი ჩემს დემოკრატიაში აგრძელებს პოლიტიკურ მოღვაწეობას. ესე იგი, მან მთელი თავისი სიმახინჯე დაფარა უკვე არსებული სიმახინჯით და ნაციონალურ მოძრაობით. იმას რო ამობდნენ, რომ ეს საკონსტიტუციო უმრავლესობა იმიტომ გჭირდება, რომ ეგენი გავაუქმოთ, რომ სასამართლოს დღისად შეუძლია უპრობლემო და თან გეუბნებიან როდის. როდესაც უკვე იმ პარტიის წევრები არიან, ხელისუფლებაში როცა იყვნენ მათი შვილები და ამი შვილები არიან უკვე ნაციონალურ მოძრაობის წევრები იმ ხალხის ვინც უნდა დაესაჯა და ახლა აპირებენ თურმე ამ პარტიის დასჯას. ახლა უყურეთ რა ხდება. ამ პროპაგანდით და აი ამ მონოპოლიით პრინციპში ქართული ოცნება აპირებს პირველი 4 წელიწადი გადააგოროს. ხო? მაგრამ მის წინაშე უცებ ჩნდება ახალი საკითხი, რომელსაც რაღაცა ფორმა უნდა მოუძებნოს. ეს არის იდენტობის პოლიტიკის შემოჭრა ქართულ სოციალურ სივრცეში. და თან ვითარდება სოციალური ქსელები, რომელიც ინფორმაციის გასვლა-გამოცვლას ამარტივებს და თან ამავდროულად რაც აი ძალიან დიდ წნეხ თავდაღწეული ქართული საზოგადოება, რაც აი დაუფარავად მიისწრაფვის ამ აზრის თავისუფლებისაკენ. ტელევიზიები იქმნება, სოციალური ქსელები აქტიურდება და ჩნდება იდენტობის პოლიტიკის საკითხი თანამედროვე ქართულ რეალობაში. LGBT თემი აქტიურად ცდილობს მოიპოვოს გაშუქება. და 2013 წლის 17 მაისს ჩვენ ვხედავთ პირველ პრაიდს ქართულ რეალობაში, რა, რომელსაც ძალიან დიდი დაპირისპირება მოყვა, ლამის ადამიანების ფიზიკურ განადგურებამდე მივიდა საქმე, ისე იმდენად საფრთხის შემცველი ქმედებები განახორციელეს ვიღაც შავპერანგიანებად და აი მათ შორის სასულიერო პირებმაც, მაგრამ აქ უნდა დავსვათ ჩვენ ერთი ძალიან საინტერესო კითხვა. როგორ აღიქვა ქართულმა ოცნებამ 2013 წლის 17 მაისში. ანუ აღიქვა როგორც მისდამი მოწყობილი პროვოკაცია, აღიქვა როგორც უმართავი პროცესი, რომელიც მეორედ არ უნდა განხორციელდეს, თუ აღიქვა როგორც არაჩვეულებრივი შესაძლებლობა პროპაგანდაზე დამატებითი პროპაგანდის წარმოებისათვის. ახლა რატო ვსვამ ამ კითხვას? ესე იგი, რა გამოდის? 2013 წელია ის ახალი მოსულია ხელისუფლებაში, ჯერ შეიძლება მთელ სახელმწიფო ძალებს ვერ ფლობს, პროპაგანდა ყველგან გაწეული არ არის, მაგრამ ჩვენ რა თქმა უნდა დარწმუნებულები ვართ, რომ ასე ვთქვათ, LGBT თემის წარმომადგენლები, რომლებიც ამ აღონიზიების გამართვას აპირებდნენ, ალბათ მათ ექნებოდათ კომუნიკაცია სახელმწიფოსგან. თან რა თქმა უნდა, იმიტომ რომ სხვა ყველა შემთხვევაში ჰქონდათ. ხო ისინი ითხოვდნენ დაცულობას პირდაპირ მნიშვნელობით შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, ხო? ამ შემთხვევაშიც მოითხოვდნენ. ანუ სისტემა მიცის, რომ პრაიდი უნდა გაიმართოს. მეორე მხარეს დავინახეთ, რომ თურმე ეკლესია თუ სხვა ძალები ამობილიზებენ ადამიანებს, რომლებსაც ეს პრაიდი უნდა ჩაშალონ და ადამიანებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. და ამაზე ხელისუფლება არაფერს აკეთებს. ანუ არც ერთ ძალას აჩერებს, არც მეორე ძალას აჩერებს. მაშინ გამოდის, რომ ერთი და მეორე ძალაც მას კონტროლის ქვეშ ყავს. ესე იგი გამოდის, რომ ის პრინციპში უშვებს რაღაც დონემდე დაპირისპირებას ამ ორ ძალას შორის. ეს რისი საწინდარი ხდება. მე ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ, რომ ქართული ოცნების ორჯერ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ხო, ესე იგი სანაგურიდან ამოღებული კაცი, რომელიც მეორედ გალანძღა ბიზნეევანიშვილმა გააგდო სახლიდან და მე უკვე მოაბრუნა, ხო?
მათ შორის ბერამ თითი უქნია და თავის ნებაზე ატრიალა. კი, გასაკვირველია და ნახეთ აი ანუ ანულირებული ადამიანი ნახეთ მე რომ ის მოვისმინე რომ 14 წელს ბავშვზე როგორ ლაპარაკობდა 30 წელს მიტანებული ადამიანი მინიმუმ ხო? ძალიან საშინელი ანუ უსუსურობის განცდა დამეუფლა რომ ვის ვებრძვით ანუ ამას როგორ შეიძლება ბრძოლაც კი აკადრო საერთოდ ხო ასეთ ადამიანს ხო? მithonde რომ მასწავლებელი ხარ ძალიან ცუდ პერსპექტივიდან ჩანს ეს ყველაფერი რა და ამას რა ემატება ეს ადამიანი ხვდება რომ კარგი ეს 4 წელიწადი გასაგებია ამით მე გადავაგორებ მაგრამ მე მჭირდება ახლა ახალი პროპაგანდის ძალა იმიტომ რომ რეალურად არანაირი იდეა არ გამაჩნია ანუ ამის განმახორციელებელია სადაც ვლაპარაკობდია 5 მილიონი თითო სოფელ სოციალური სახელმწიფოს ვერ შევქმნი გამორიცხულია კონსტიტუციაში გვიწერია სოციალური სახელმწიფო არა თუ მაგას შრომის ინსპექციასაც ვერ შევქმნი პირადად ჩემთვის ერთ-ერთ რაღაც აქციაზე რომლის მერეც პარლამენტის შენობა შეგვიყვანეს იმიტომ რომ თითქოს ეს რაღაც შავრაზმელები გვემუქრებოდნენ მამუკა მდინარაძეს აქ ნათქვამი აუდიტორია 115-ის რამდენიმე წევრისთვის რომ მაგ საკითხშიო შრომის ინსპექციის თვალს მე თქვენზე სოციალისტი ვარ რაღაც ოღონდ რა 40 მილიონი გვიზისო პარლამენტშიო და რა გავაკეთოთ აქვე მამუკა მდინარაძეც უნდა თუ ახსენეთ კიდევ ერთ ბოდიში უნდა მოვიხადოთ აუცილებლად და ისევე უნდა ვთქვათ ვინ არის კაც სადიპოვეს ეს ნაციონალური მოძრაობის დროს იყო კაცი რომელიც პირდაპირ მნიშვნელობით იყო სუსთან თუ მაშინდელ ამ ძალადობის სისტემასთან გარიგებული ადვოკატი. ესე იგი ის იღებდა ფულს საქმეების მოგვარებაში. თუ ის ფულს აიღებდა შენგან, შენ თავისუფალი იქნებოდი ციხიდან. ეს იყო დაუწერელი კანონი. ხო, და რას აკეთებს? ამ დროს ქართული ოცნების მეორედ ხელისუფლებაში მოსვლასთან ერთად ამერიკაში ფუნდამენტურად იცვლება პოლიტიკური ვითარება და დღის წესრიგში შემოდის კაცი, რომელიც ბუკვალურ დონეზეც კი ცვლის პოლიტიკას. ხო, დონალდ ტრამპი, რომელიც თავიდან ბოლომდე ნაციონალისტურ და რაღაცა აი ამ პოპულისტურ და ფაშისტო რიტორიკას ამკვიდრებს, არა? ქართულ ოცნება ხვდება, რომ აი ამ რელსზე უნდა დაჯდეს. სხვანაირად შანსი არ არსებობს. ამიტომ რას აკეთებს? თვითონ ჯერ არ უნდა საკუთარი სახელის გაფუჭება. ჯერ არ უნდა რომ ესე იგი ამ რაღაცა ულტრანაციონალისტის ელფერი კონდეს, ამიტომ რას აკეთებს? ქმნის რაღაც პიჯაკს, პერანგს, კოსტუმს ნაციონალიზმისას. პატრიოტთა ალიანსისგან მაშინ გვახსოვს ხო ჩვენ აქტიური სტუდენტები ვიყავით და ძალიან ბევრი ჯგუფი ჩნდებოდა უცებ საქართველოს რაღაც ქართული ძალა, ქართული იდეა, ასე შემდეგ რაღაცა ქართული მარში, რაღაცა აი აბსოლუტურად ალოგიკური, ოდიოზური, უსაფუძვლო, სისულელეზე დამყარებული იდეების მქონე ადამიანები, ხო? და ამ ადამიანებისგან ის ქმნის ისეთ კოსტუმს, რომელიც აუცილებლად დასჭირდება. ანუ ზუსტად არის ის ჩაიცვამს თუ არა, მაგრამ რომ სჭირდება იმ მონოპოლიისთვის, რომელსაც ფლობს, ამას ხვდება ბიძნევანიშვილი. ამავდროულად რას აკეთებს ის უსაფრთხოების თვალსაზრისით. მას დავალება აქვს ან არ ვიცი თვითონ გზნობს ან თვითონ გადაწყვიტა, რომ რიტორიკა რუსეთთან მიმართებით უნდა შერბილდეს. აპრიორი უნდა შერბილდეს და ამისთვის მას სჭირდება მიზეზი. რატომ არბილებს რუსეთთან რიტორიკას? ხო, როგორ უნდა რატომ უნდა შერბილდეს? და რას აკეთებს? ნახეთ, პატრიოტთა ალიანსის εν რაოდენობით განცხადება შეგვიძლია ჩვენ ვიპოვოთ ინტერნეტ სივრცეში, სადაც ისინი თურქეთს როგორც საქართველოსთვის საფრთხის შემცველ სახელმწიფოს აცხადებენ. თუ ესე იგი თურქეთი არის საქართველოს საფრთხის შემცველი, ვინ იცავს საქართველოს საფრთხებისგან? საქართველოს საფრთხებისგან იცავს ნატო, მაგრამ თურქეთი ნატოს წევრია. ამიტომ ესე იგი გამოდის რომ თუ შენ ნატოს წევრი გემუქრება, რეგიონში შენი ერთადერთი დამცველი იქნება ის ისტორიული დამცველი, რომელიც ყავდა, ანუ რუსეთი. ესე იგი ამით ეს ადამიანი ახერხებს რომ ჩვენ დაგვაჯეროს, რომ რუსეთთან რიტორიკის შერბილება არის საჭირო, იმიტომ რომ ჩვენ შეიძლება ის დაგჭირდეს თურქეთის საწინააღმდეგოდ. ამას ემატება რა? რომ ჩნდება სრულიად თითიდან გამოწოვილი საფრთხე, რომელიც 90-იან წლებიდან მოყოლებული არსებობდა საქართველოს ժողოვნის გააქტიურა ბიძნევანიშვილმა გარეჯთან დაკავშირებით, ხო? თითიდან გამოწოვს რას გულისხმობ? იქ რა თქმა უნდა გარკვეული პრობლემები არსებობდა, გარკვეული საკითხები იყო, მაგრამ ქართულ ოცნებამ ეს რა ელფერშიც გააშუქა, ეს თითიდან გამოწოვილი იყო. და მე მახსოვს სრულიად სასაცილოდ ოდიოზური ინფორმაცია და სიახლე ერთ-ერთ სააგენტოს გვერდზე, სადაც ამბობენ, რომ აზერბაიჯანელებისგან დასაცავად გელათში განჯის კარები რო არ მოიპარონ, ესე იგი მე-12 საუკუნეში ჩამოტანილი განჯის კარები რო არ მოიპარონ გელათის ეზოდან, ამისთვის დაცვა დააყენეს განჯის კარებთან.
წარმოგიდგენიათ, რომ ესე აზერბაიჯანელები თითქოს ცდილობენ განჯისკარებ დაიბრუნო, ამაზე გადის აზერბაიჯანის არსებობა არ არსებობის საკითხი. და საბოლოოდ, როდესაც 2022 წელს რეგიონში ძალიან დიდი კრიზისი იწყება, რუსეთი ცდილობს დაბრუნდეს, ესე ომით დაბრუნდეს ორპოლუსიან სამყაროში, ის საბოლოოდ გადადის და გადაჯდება იმ მატარებელში, რომელსაც ქვია ულტრანაციონალიზმი, ამ პიჯაკში მყოფ სხვა პარტიებს აბსოლუტურად ანულებს. ანუ პატრიოტ ალიანსი საერთოდ ხრება დისკუსიიდან. ნაციონალიზმზე არ დაგეთანხმები რა, ალბათ უფრო რაღაც პოპულიზმი. ხო, ეგა, იმიტომ რომ ულტრანაციონალი ქართული ნაციონალიზმი რაღაც თავის მტრისხატი აქვს შექმნილი რუსეთია ხო, ანუ პოპულიზმი, ხო, პოპულიზმი აბსოლუტურად მართალი ხარ და აი ამ პოპულისტურ ემაში, რა ქვია, პიჯაკში მყოფ სხვა პარტიებს საერთოდ აკრობს რა გაუკეთა ხო ალტინფოს როგორ გამწარებულები არიან ხო ხედავთ ამ სახშირად და იცვამს ამ პიჯაკს თვითონ და აი ამ ახალი სამეფო ტანსაცმლით წარმოდგინდება ჩვენს წინაშე 2024 წლის არჩევნებში ხო და ასე მოვედით აქამდე თუმცა რაც დღეს ხდება ამის ახსნა და განმარტება უკვე ძალიან რთულია და მე მგონია რომ აქ ჩვენ უკვე რაღაცა დასასრულისკენ მივდივართ იმიტომ რომ ეს ადამიანი უკვე თავისივე ლოგიკაში გაიხლართა აი ავტო თუ შეძრას ხო თავისივე ლოგიკაში გაიხლართა შენურად ისაუბრე ჩავა ყველაფერზე კარგად ძალიან და ისეთი ხაზია ხო თითქოს შეუმჩნეველი ხაზია ყველაფერი თუმცა მარტივად შემჩნევადია როგორც კი რაღაცა დღის წესრიგს დაალაგებ გვერდზე ხო აი ერთ იმას დავამატებ რომ ეს რაზეც ლაპარაკობდა ანუ ყველა და ყველაფერი და მათ შორის თითქოს მისთვის რაღაცა დღეს უცხო მაგრამ თავის როზე ძალიან ისეთი რაღაც მემარცხენე მთხრობა შეიყვანა თავში და დასაქმებული წყავს დღეს პროპა განდონება ხო რაღაც მემარცხენე იდეების კოლონიზება მოახდინა თითქოს მათი ჩარჩიკვით ხო ამ ადამიანების ჩარჩიკვით რა აი ანტიდისკრიმინაციული და ბოდიში ეს აუცილებლად თქვა ანუ მისი პროპაგანდის მთავარი კაცი ხო ეს ვიზეც ბოდიში ვიხდით თელი გადაცემა შალვა რამიშვილი ანუ ადამიანი რომელიც ახლა არ ვიცი ვიღაცებს გვახსოვს რადიო 105-ის შემქმნელად საკმაოდ ხარისხიანი ქართული იუმორის შემქმნელად რომელიც ყოველთვის პროპაგანდა იყო როგორც აღმოჩნდა ანუ ეს არის ადამიანი ყველაზე ბოროტი კლოუნი საქართველოს ისტორიაში მე მგონი აი იპოვა ყველაზე გაბოროტებული კლოუნი რომელიც შეიძლება ობიექტური მიზეზების გამო გაბოროტდა წინა ხელისუფლების დროს ციხეში ჯდომის გამო იქ არ ვიცი რა მოხდა ბევრმა ადამიანმა გაიარა იქ საშინელი რეპრესიები მაგრამ ასე არავინ გაბოროტებულა აი ესე ვთქვათ მისი ტელევიზიიდან კანალიზაციის მილით მოდის აბსოლუტურად ადამიანების გამოსასულელებელი და გამოსაშტერებელი ინფორმაციები ბოროტი კლოუნი აი პირდაპირ მნიშვნელობით ჩვენ სიდისიერი ადამიანები ვართ რომ აიც ქართული ოცნების შემთხვევაში რას ხედავთ რომ ერთი მხრივ თითქოს ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში რაღაცნაირად ფეხს იკიდებენ უმცირესობები თითქოს საჯარო ასპარეზი ეძინებათ ხო სექსუალური უმცირესობებს და ასე შემდეგ ანტიდისკრიმინაციული კანონი შემოვა ქართულ ოცნებას რაც ვფიქრობ რომ თავიდანვე ჩანაფიქრი იყო ისე რომ აი ქართული ოცნების ტიპის მმართველობითი რეჟიმები ძალაუფლებას და ხელისუფლების სიმტკიცეს რით რაზე აფუძნებენ რაზე რომ მათ უნდა დაიცვან რაღაც ეროვნული რაღაც ისტორიული რომელსაც საფრთხეს მუდმივად უქმნის სხვადასხვა ჯგუფი საფრთხეს მუდმივად უქმნის დასავლური ინტერესი და დასავლური თქვა კულტურული ჰეგემონია და ასე შემდეგ და თითქოს აი ეს ანტიდისკრიმინაციული კანონი იყო ის რომ არა დემოკრატიული ნაბიჯი არამედ უმცირესობების გაძლიერება პირდაპირ რომელი გაძლიერების შემდგომაც მაშინვე გააძლიერეს ფაშისტული ჯგუფები რომლებიც ხმალს იმესავდნენ ამ უმცირესობებზე და შემდგომ რას ხედავთ რომ აი ეს მტრისხატი რომელიც უმცირესობებისგან შეიქმნა და რომელზეც მე რასამოვდე რომ ანტიდისკრიმინაციული კანონი იყო საგარეო ზეგავლენის შედეგი ხო რომ აი ამ ზეგავლენას თავი გადაგდებული ხარკი ხო კახარიაზეს მაგას არ რეალურად საგარეო ზეგავლენის შედეგი კი არ იყო ის ხო ძალიან ჭკვიანური ხრიკი მგონია რედაქციულად ხრიკი რომლითაც დასავლეთი უნდა წარმოდგენილიყო ყველაფერი იმის გამტარად საქართველოში
რომლისგანაც მერე ხელისუფლებას უნდა დაიცვა ქართული რას ეროვნული, პატრიოტული, ტრადიციული სულისკვეთება, ხო? რომელზეც მერე მთელი თავისი ნარატივი დააშენა, რომ თავის ნარატივი დააშენა მათ შორის ოჯახის სიწმინდის დღე დაფუძნება რას ნიშნავს სიწმინდის დღე რატო ფიგურირებს აქ იმიტომ რომ ქართულ კოლექტიურ ცნობიერებაში დამკვიდრებულია ესეთი რამე რომ შენ სიდუხჭირესა სიღარიბეს გაუცნებ ყოველთვის რა იმიტომ რომ შენ თუ ღირსეულად დაითმენ ამას მერე ზეციურ საქართველოს მოიპოვებ ხო ან მარადიულ დავლებას მოიპოვებ და ასე შემდეგ ეს არის რელიგიურ ცნობიერებაშია ჩაწერილი რომ შენ სიღარიბე და სიდუხჭირე ღირსეულად უნდა დაითმინო მაგრამ არასდროს ის არ უნდა შეეგუო ტრადიციებისა და კულტურის დევალვაციას, ტრადიციებისა და კულტურის გადაგვარებას, ხო? რომელიც პირდაპირ თავიდან ბოლომდე დაუკავშირდა უმცირესობებს, ერთი, მეორე დაუკავშირდა არასამთავრობო ორგანიზაციებს და ამის უკან საბოლოო ჯამში მივიღეთ გლობალური ომის პარტია, რომელიც თითქოს ნაბიჯ-ნაბიჯ მეცინება ხოლმე ყოველთვის როცა თითქოს ნაბიჯ-ნაბიჯ ჩვენთან ექსპერიმენტირებდა სხვადასხვა პოლიტიკურ პროექტებს, ხო? იდენტობის პოლიტიკის პირდაპირ შემოტანით და ასე შემდეგ და მე ჩვენ ხედავთ რომ ნებისმიერი ქართული პრობლემა, ნებისმიერი საზოგადოებრივი პრობლემა, რომელიც ჩვენთან იქნება, უკავშირდება პირდაპირ უმცირესობებს, ხო, როგორც განტევების სვაც, რომელსაც ბრაზისგან და ჭმუნვისგან და რაღაც სიღარიბისგან დატანჯული საზოგადოების, ასე ვთქვათ, აი ეს ენერგია მუდმივად მათკენ მიიმართება, რომ აი ესენი არიან, ვინც შენ კულტურას გაგარგინებენ. და მე ყველაფერი ეკონომიკური, ყველაფერი ისაც შენ გათითო კაცებს, რაც შენ დაყოფას, ატომიზაციას ახორციელებს, ხო, ყველაფერი ეს გავიწყდება თითქოს, იმიტომ თავარი არის, რომ შენ იდენტობა ეს ეროვნული იდენტობა არ დაკარგო. და დაახლოებით ესეთ რამეს მიმართავდა მათ შორის ნაცისტური რეჟიმის მაღალჩინოსნების, მათ შორის გებელსი 1930-იან წლების დასაწყისში, სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდნენ ნაცისტები, მაქამდე მუშების გაფიცვებს აქტიურად უჭერდა მხარს. რომლებიც შემდგომ ყოველთვის, ოდესაც გაფიცვა ხდებოდა ნაცისტური რეჟიმის წინააღმდეგ, ხო, სისხლიანად აღშობდნენ, ხო, ამ მუშებს, ან მუშების ხმა არსად არ ისმოდა, იმიტომ რომ ვიცით, რომ ეს ნაცისტური გერმანიაც იყო რაღაც კორპორაციული კაპიტალიზმის გამომდინება, სადაც კორპორაციული კაპიტალიზმი და ავტორიტარული მმართველობის რეჟიმი ძალიან კარგად თან არსებობდა ერთად, ხო? რაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღესაც მივდივართ დაახლოებით ესეთი რაღაცისკენ, რომ ქართული ოცნება, რომელიც თითქოს გარკვეულ ჯგუფებს აცნიერებდა, მე იმ ჯგუფებისგან ქმნის. აცნიერებდა კი არა, ასპარეს აცნებდა, ხო, როგორც თვითონ ჯერ ქმნიდა თითქოს დემოკრატიის სიმპტომს, რომ ყველა ადამიანისთვის არის გამოხატულების თავისუფლება, აზრის თავისუფლება, ყველა შეუძლია ისაუბროს ხმამაღლა და ამ დროს ამის უკან ქმნიდა ძალიან ბნელ შავრაზმულ იდეოლოგიას თავისი რა ჯგუფების დაფინანსებით, ხო, ჯგუფების შექმნით, ამ ჯგუფებისთვის იდიბი მხარდაჭერით და შემდგომ უკვე ეს ენა, რომელიც ჯგუფები პირდაპირ ემორჩილებოდნენ პრემიერ-მინისტრს. კი, და მე ეს ენა, რომელიც თქვათ ალტინფო მიმართავდა, რომელსაც მიმართავდა ქართული მარში, ქართული იდეა და ასე შემდეგ, თავიდან ბოლომდე აითვისა ქართული ოცნების მაღალჩინოსნებმა. ოღონდ ოდნავ გაკრიალებულად, რა არა ისე ბრტყლად, არა ისე ფაშისტურად, მაგრამ იგივე ენა. ანუ ერთი მხრივ ჩვენ გვაჩვენა ეს დასავლური კულტურული ჰეგემონიის ნაბიჯები, იდენტობის პოლიტიკის მხრივ და მეორე მხრივ ამასთან ბრძოლის რადიკალური ფაშისტური ფრთა. და თვითონ რაღაც შუაში აღმოჩნდა მე თითქოსა, როგორც ამ ყველაფრის მომრიგებელი. და აი მათ შორის კიდევ როგორ დაალაგა ეს ყველაფერი კარგად რა რომ ეს მტრის ხატებს როგორ გამომკლავდა რომ დღეს ჩვენ ხედავთ აბსტრაქტულ ძალიან მახსენოთ უკვე აბსტრაქტული რაღაც მტერია გლობალური ომის პარტია რომელშიც ნებისმიერს გაერთიანება ნებისმიერი ჯგუფი რომელიც არ იქნება შემხარეს გაერთიანება აქ ხო შიგნით გარეთ არანაირი პრობლემა არ არის ვინ არის ღირსეული მოქალაქე დღეს ქართული ოცნების ღირსეული მოქალაქე არის ყველა ის ვინც თავს უკრავს ყველანაირი კითხვის ნიშნის გარეშე რეჟიმს ხო და ყველა სხვა ვინცა კითხვის ნიშანი შეაქვს არის უღირსი მოქალაქის არქეტიპი აქვს შექმნილი ნაცი, კოლექტიური ნაცი, ყველა ვინც არ ეთანხმება არის უღირსი და კოლექტიური ნაცი, ვინც ფრანკლინის ჰქონდა ესეთი ფრაზა რა კოლონიები როდესაც ფუძდებოდა ამერიკაში, რომ ან გაწევრიანდი ან მოკვდი. ან ყველა ინდიანებს იმართავდნენ ესე რომ შენ თუ არ იქნები ამ კოლონიების ნაწილი, შენ თუ არ მოინათლები ამ კოლონიებში, ამ დღის წესრიგს თუ არ გაიერთმშობლებ, მაშინ შენ უნდა მოკვდე. და ბიძინარას გვეუბნება პირდაპირ რომ შენ ან იყავ ან შეეგუე ამ ყველაფერს ამ ჩავრას ან კიდე წადი, ხო? შენ არსებობისა და წინააღმდეგობის ადგილს არ გიტოვებს. და ცხადია ამ შემთხვევაში ყველაზე მეტად აიჩაგრნენ და მარწუხებში მოყვნენ ის ჯგუფები
რომელთა ძალა ისედაც არასდროს არ ქონიათ ჩვენთან, ხო? მათ შორის ეს იქნება უმცირესობები თუ ეს იქნება მშრომელები, რომელთა ხმაც საერთოდ არ ისმის, ხო? ანუ პროპაგანდა რა. ესე იგი, როგორ შეიძლება ჩვენი ტიპის ქვეყანაში, სადაც სიდუხჭირე და უთანასწორობა არის ასეთი უზარმაზარი, რომ ჩვენ არ ვლაპარაკობდეთ შრომის იდეებზე, ხო? და აი ამ ეს ყველაფერი თითქოს იქსოვებოდა 10-ათეულობით წლების განმავლობაში. აი ეს რომ ლიდერი ყოველთვის მართალია რა, არის ამის უკანა სარჩული. ლიდერი ვინ არის? ლიდერი არის ადამიანი, რომელიც თავის ცხოვრებას თავიდან ბოლომდე ქმნის თვითონ, ხო? და რომელიც ღირსეულია. რომელიც იმსახურებს ამ ლიდერობას, რომელიც იმსახურებს წარმატებას, წინსვლას და ასე შემდეგ. ყველა ვინც წარმატებას აღწევს, არის პირადი დამსახურებით რა. ამ ნეოლიბერალური იდეოლოგიის მიხედვით, რომელიც ჩვენთან 30 წელია მკვიდრდება. და ყველა დანარჩენი ვინც შაგრულია, ლიდერად უნდა გადაიქცე. და ყველა, მაგრამ ამავდროულად უნდა გამოიხმო შენში რა ჩინაგანი, რომელიც ყველას არ აქვს. ხო, კი ბატონო. და ვისაც ეს არ აქვს, ანუ ვინც წარმატებას ვერ მიაღწია, ხო, ვინც ეს მისი ბრალი. თავის ძოზე ჩაირეცხა, ხო? ვისაც ლუზერი ეწოდა, ვისაც მერე ბნელი ეწოდა და ასე შემდეგ, ის მისი ბრალია. და მისი ბრალია იმდენად, რამდენადაც მას ამაზე საუბრის საშუალებაც არ აქვს და ამაზე საუბრის უფლებაც არ აქვს. იმიტომ რომ ის იმდენად უბირი და პერსპექტივა და გარიყული არსებაა, რომ არ აქვს ამაზე უფლება. იმას აქვს ერთადერთი გზა, რომ უბრალოდ იშრომოს, თვით გადარჩენისთვის იშრომოს. აი, ერთი რაღაც მნიშვნელოვანი ამბავი რაც არის და დასასრულისკენაც რო წავიდეთ რა. ერთ რაღაცას დავამატებ, რომ პროპაგანდა განსაკუთრებით ისეთ საზოგადოებაში, როგორც ჩვენია, სადაც არის ან რაღაცა კატასტროფული უთანასწორობა, ხო და ერთი ადამიანი ფლობს განუზომელ კაპიტალს და ძალაუფლებას, ამას რატო ვამბობ? ანუ პროპაგანდა შეიძლება იყოს ნებისმიერი რაღაცა. მათ შორის ბერნეისის კუთხით თუ წავალთ, ჩვენი ლაპარაკიც და საუბარიც დღეს აქ არის პროპაგანდა, მაგრამ საზიანო პროპაგანდა არის ის, როდესაც რაღაცა ძალიან დიდი ძალაუფლების მქონე პირი, ადამიანი, რომელიც ქვეყნის მუშიკოს რაღაც ლამის მართლა ნახევარს ფლობს, ის თავის გარშემო იკრიბავს მთელ მანქანას და აპარატს და თავის ინტერესებისთვის ამუშავებს ამას. ანუ ჩვეულებრივ შემთხვევებში და ჩვენ არ აგვაქვს იმის საშუალება, რომ ვიღაცა დავაზიანოთ და ვიღაცა დავაინფიციროთ. თუმცა კონკრეტულად ჩვენზე არ ვლაპარაკობ ამ ნებისმიერ, არ ვიცი, რაღაც საშუალო ადამიანზე ვლაპარაკობ, რომელიც ამ ქვეყანაში ცხოვრობს და არა მხოლოდ. და როდი შეიძლება იყოს რაღაცა იდეის გავრცელება, დასაშვები და როდის არის დაუშვებელი. ამ შემთხვევაში დაუშვებელია, იმიტომ რომ ამ ადამიანს ყველა დანარჩენთან აქვს ასიმეტრიული მიმართება და მას შეუძლია რომ თავს მოახვილოს ნებისმიერი იდეა დანარჩენებს, მაგრამ დასაშვებია იმ შემთხვევაში, როდესაც მართლა დიალოგი მიდის და მე შეიძლება რაღაც ჩემ აზრს ვავრცელებ, მაგრამ მეორე მხარესაც მხდება ჩემთან ასე თუ ისე გათანაბრებული ადამიანი უფლებრივად განათლებით ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ პროპაგანდა ყოველთვის კატასტროფულ ხასიათს იღებს ისეთ ეკონომიკურად და უთანასწორო საზოგადოებებში, როგორც მაგალითად ჩვენ. და ამიტომაც არის ის რაღაცა კატასტროფული შედეგები პროპაგანდის, რასაც ჩვენ დღეს ვიმტკით, იმიტომ რომ ეს არ არის უბრალოდ სიტყვა და გავრცელებული იდეა. მას აქვს მატერიალური განსხეულება, ადამიანებს განაწყობს კონკრეტული ქცევისკენ. ნებისმიერი იდეოლოგია თუ პროპაგანდა ეს არ არის მხოლოდ ცარიელი აბსტრაქტული ფრაზები. ის უსტადაც არის ისეთი მძლავრი და ძლიერი, როგორც ნებისმიერი იარაღი, განადგურების იარაღი. მოკლედ, არ ვიცი, რამდენად ამოვწურეთ დღეს ეს საკითხი. განათლებაზე უნდა გვესაუბრა და ცალკევით, აუცილებლად გვექნება ამაზე პოდკასტი. უბრალოდ დასასრულ ადამიანებს უნდა უთხრათ, რომ პროპაგანდა ეს არის იმდენად მძლავრი იარაღი, რომელიც თან ძალაუფლების ხელში, რომელსაც მძლავრი ტელევიზიები აქვს, ერთადერთი გადარჩენის შანსი ჩვენი არის, რომ შევინარჩუნოთ ნათელი გონება და კრიტიკული აზრი. აუცილებლად. შეგვიძლია რომ შემდეგ ეპიზოდებში უფრო ჩავშალოთ რა. ესე იგი პროპაგანდა, რომელიც ერთი მხრივ ჩვენ ხედავთ პროპაგანდას, რომელიც ძალაუფლების ინტერესშია და საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგ მიდის და მეორე მხრივ არის პროპაგანდა, რომელიც საზოგადოებრივ საჭიროებებს გამოხატავს, ხო? ეს ერთი და მეორე ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. ანუ ყველაფერი შეიძლება პროპაგანდა დავარქვათ, როგორც იდეებსა და შეხედულებების გავრცელება. დასასრულამდე ალბათ
ერთმანეთსაც უნდა მიულოცოთ მომავალი შობა ახალი წელი მათაც ვინც გვიყურებს და რა ვიცი შევინარჩუნოთ იმედი იმასთან დაკავშირებით რომ ეს ახალი წელი და შობა იქნება ახალი საქართველოს და ახალი საქართველოს დაბადების და შობის ადგილი. და პროპაგანდა თუ აჯადოებს და ინფიცირებას ახდენს მოქალაქეობის და საზოგადოების, ჩვენ გვჭირდება განჯადოება ყველაფერი ამისგან. კი ბატონო. რაც დიალოგის გარეშე ვერ მიიღწევა. აი, მოკლედ შემდეგ ეპიზოდამდე დავამშვიდობოთ ჩვენს მაყურებელს და მსმენელს. დრო.